ნიკოლო მაკიაველი 1469-1527 წლები. იტალიელი მოაზროვნე და პოლიტიკური მოღვაწე ნიკოლო მაკიაველი დაიბადა ფლორენციაში. მიიღო ჰუმანიტარული განათლება, ამასთანავე ისწავლა მათემატიკის საწყისებიც. 1498 წელს ფლორენციის მმართველი გვარის მედიჩების მფარველობის შედეგად აირჩიეს ფლორენციის რესპუბლიკის კანცელარიის მდივნად. ამ პოსტზე მაკიაველიმ 1513 წლამდე დაჰყო. პარალელურად ასრულებდა წარმატებულ დიპლომატიურ მისიებს იტალიის სხვადასხვა ქალაქში, საფრანგეთსა და ტიროლში. სახელმწიფო სამსახურის პერიოდში დაწერა რამდენიმე პრაქტიკული ხასიათის თხზულება, მაგალითად ცხენოსანი მილიციის ორგანიზაციის შესახებ და ისტორიული სახის ნაწარმოები ლათინურ ენაზე, ტრაქტატი ფრანკთა ბუნებისათვის. 1513 წელს მედიჩების წინააღმდეგ შეთქმულების შემდეგ გადაასახლეს ფლორენციის მახლობლად მდებარე საგვარეულო მამულში და მას შემდეგ პოლიტიკურ მოღვაწეობას აღარ დაბრუნებია. სწორედ გადასახლებაში მყოფმა შექმნა თავისი ძირითადი ნაწარმოებები. მაკიაველის კალამს ეკუთვნის იტალიურ ენაზე დაწერილი მხატვრული ნაწარმოებები, მაგრამ მათი მნიშვნელობა უფრო ისტორიულია ვიდრე კულტურული. ცნობილია მაკიაველის ვრცელი პირადი მიმოწერა მეგობრებთან და ეპოქის გამოჩენილ პიროვნებებთან. ეს მიმოწერა ისტორიული ვითარების საკვლევი უმდიდრესი და ზედმიწევნი ზუსტი წყაროა. მაკიაველის წერილობითი მემკვიდრეობა აგვირგვინებს იმ ტენდენციას, რომელსაც გერმანელმა ისტორიკოსმა და სოციოლოგმა ნორბერტ ელიასმა ცივილიზაციის პროცესი უწოდა. ეს პროცესი მჭიდროდ უკავშირდება ჰუმანიზმის განვითარებას იტალიაში. ამ პერიოდის ძირითადი ტექსტებია: ჯოვანი დელა კაზას გალატეო, ტრაქტატი, სადაც ფორმალიზებულია ქცევის წესები, რომელთაც უნდა დაემორჩილოს კეთილშობილი ადამიანი, ბალდასარე კასტილიონეს კარისკაცი, სადაც გადადგმულია შემდგომი ნაბიჯი და წარჩინებული, ცივილიზებული ადამიანი განხილულია სამეფო კარის ვიწრო სოციალურ კონტექსტში. იტალიელი ავტორების ამ წიგნებმა მალე მოიპოვეს საერთაშორისო აღიარება. მაკიაველის შემოქმედება წარმოადგენს ამ ტენდენციის გადატანას საერთო ევროპული პოლიტიკის ასპარეზზე, სადაც ისტორიული პროცესის სუბიექტებად უკვე მთელი სახელმწიფოები გამოდიან. მაკიაველის უმთავრესი თხზულებებია: ფლორენციის ისტორია, სქელტანიანი თხზულება, რომელიც განზოგადების სიღრმით მაღლდება შუა საუკუნეების ისტორიოგრაფიულ ტრადიციებზე და მეცნიერული ისტორიისაკენ გადადგმული ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია. საუბრები ტიტუს ლივიუსის პირველ დეკადაზე. ანტიკური ხანის ისტორიკოსის ტიტუს ლივიუსის ტექსტის კომენტარის მეშვეობით მაკიაველი იკვლევს რომის სახელმწიფოს შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და ცდილობს ამ კვლევის შედეგი მისი თანამედროვე პოლიტიკოსებისთვის პარადიგმად აქციოს. თავარი, ძირითადი ტექსტი, რომელშიც გამოიხატა მაკიაველის პოლიტიკური შეხედულებები. დაწერილია პოლიტიკური ლიდერის სახელმძღვანელოდ. მასში მეთოდურადაა განხილული ძალაუფლების აღებისა და შენარჩუნების ხერხები სხვადასხვა ვითარებაში. წიგნმა დიდი გავლენა მოახდინა მრავალი პოლიტიკური მოღვაწის ჩამოყალიბებაზე. ცნობილია, რომ მას ფანქრით ხელში გამუდმებით კითხულობდა იოსებ სტალინი. 10 წლის წინათ აღმოჩენილ იქნა და გამოიცა ნაპოლეონ ბონაპარტის კომენტარები მაკიაველის ტექსტზე. მაკიაველის მემკვიდრეობამ გადამწყვეტი როლი შეასრულა პოლიტიკური ენის შექმნაზე ევროპაში. შეიძლება ითქვას, რომ მაკიაველიმ მნიშვნელოვანი სტიმული მისცა ეროვნული სახელმწიფოების ჩამოყალიბებას და შეიმუშავა ის პრაქტიკული საშუალებები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი გახდა ევროპული პოლიტიკის განხორციელება. მაკიაველის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია პრაგმატიზმი. როცა პოლიტიკური ქმედების мотиваცია განპირობებულია საზოგადო სიკეთის მოსაზრებით და სეკულარიზმი, როცა სახელმწიფო ძალაუფლება დაცლილია ყოველგვარი საკრალური შინაარსისაგან და წარმოჩნდება როგორც საზოგადოების მაორგანიზებელი ფაქტორი. მაკიაველის ეს მიმართება კონკრეტულად გამოიხატა როგორც მისი მთავარი პოლიტიკური ტექსტების ენობრივი არჩევანით, სეკულარული იტალიური ენა საკრალური ლათინურის ნაცვლად. ასევე ევროპაში ფართოდ გავრცელებული კონცეპტით, სახელმწიფო მოსაზრება, რომელიც ეროვნულ სახელმწიფოს უკვე თავისთავად ღირებულებად მიიჩნევს, განსხვავებით შუა საუკუნეებში მიღებული თეოლოგიური ინტერპრეტაციებისაგან. არსებობს თვალსაზრისი, რომ მაკიაველის ნაშრომები სახელმძღვანელოა ტოტალიტარული რეჟიმების ლიდერებისათვის. ამგვარი დასკვნა, თუმცა მას გარკვეული ისტორიული საბაბი აქვს, არსებითად ზედაპირულია. მაკიაველის მიერ პრაგმატიზმისა და სეკულარიზმის დამკვიდრებამ შექმნა თეორიული საფუძველი იმისათვის, რომ სახელმწიფოს რეალური საყრდენი უკვე რელიგია და ეთნოსი კი არ არის, არამედ მოქალაქეთა პოლიტიკური ინტერესების ერთიანობა, რაც განვითარების საშუალებას აძლევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს. მთავარი. დიდებულ ლორენცოს პიერო მედიჩის ძეს. თავრის წყალობის მოხვეჭის მოსურნენი, ჩვეულებისამებრ მათთვის ყველაზე ძვირფას ნივთებს უძღვნიან მას, ან კიდევ იმ ნივთებს, რომლებიც მათი საზრით ყველაზე მეტად ეამება მთავარს.
და ჩვენ ვხედავთ, რომ უმეტესწილად ცხენებს, საჭრველს, ოქრომკერდით ნაქარ გძოწეულს, პატიოსან თვლებსა და მთავართა სიდიადის საკადრის სხვა სამკაულთ უძღვნიან მბრძანებლებს. მაგრამ როდესაც დავაპირე თქვენი უდიდებულესობისათვის დამედასტურებინა ჩემი ერთგულება, მთელს ჩემსავლადიდებაში ვერაფერს მივაკვლიე ჩემთვის უფრო ძვირფასსა და უფრო ფასეულს, ვიდრე დიდი ადამიანების საქმეთა ცოდნას, რომელნიც თანადროულ ცხოვრებაზე ხანგრძლივი დაკვირვებებისა და წარსულის გულმოდგინე შესწავლის შედეგად შევიძინე. დიდი დრო მოვანდომე მის გულდასმით განხილვას და გააზრებას, ახლა კი თხელტანიან წიგნში მოქცეულს, თქვენს უდიდებულესობას ვთავაზობ მას, და თუმცა კარგად მაქვს შეგნებული, რომ ის თქვენი ღირსი არ არის, მიუხედავად ამისა მჯერა, რომ თქვენი დიდსულოვნების წყალობით არ უარყოფთ მას, რადგან გესმით, რომ ყველაზე ძვირფასი ძღვენი, რომელიც მე შემეძლო მომერთმია თქვენთვის, იმის შესაძლებლობა გახლავთ, რომ მოკლე ხანში გაგიზიაროთ ყოველივე ის, რაც ამდენი წლის მანძილზე ურიცხვის სიმძიმილისა და ჭირთათმენის ფასად შევიძინე და შევიმეცნე. და რაც არ შემიმკია, არც ამივსია ვრცელი წიახსვლებით, არც მაღალფარდოვანი თუ მიკიბულ-მოკიბული სიტყვებით, ან და რომელიც გნებავთ გარეგნული სამკაულებით, რომლებითაც არაერთი და ორი ავტორი კაზმავს ხოლმე თავის თხზულებას, რადგან მე მსურდა მისი ნამდვილი სამკაული ყოფილიყო ან შინაარსის სიმართლე და თხრობის სიმკაცრე, ან არაფერი. არც ის მიმაჩნია თავხედობად, რომ მოკრძალებული ან მოკრძალებულზედაც უფრო დაბალი წოდების კაცი ბედავს განსაჯოს, ან წარმართოს მთავართა მოქმედება, ვინაიდან იმ მხატვრებისა არ იყოს, მაღლობდა და სახატად დაბლა, ხეობაში რომ ჩადიან, რათა იქიდან დაუკვირდნენ მთებისა და ბორცვების აგებულებას, ხოლო ხეობებს მთების მწვერვალებიდან აკვირდებიან, ზუსტად ასევე თუ გსურს სათანადოდ შეიცნო ხალხის ბუნება, მთავარი უნდა იყო, ხოლო მთავრის ბუნებას უბრალო მოქალაქე შეიცნობს უფრო უკეთ. მაშ მიიღეთ თქვენო უდიდებულესობავეს მოკრძალებული ძღვენი იმავე გრძნობით, რომლითაც მე მას გწირავთ. თუ კი ინებებთ და გულდასმით განიხილავთ და წაიკითხავთ მას, შიგპოვებთ ჩემს მხურვალეს სურვილს, მიაღწიოთ იმ სიდიადეს, რასაც სვებედნიერება და ბევრი თქვენი სხვა სიკეთე გიქადით. და თუ თქვენი უდიდებულესობა თავისი სიმაღლის მწვერვალიდან ერთხელ მაინც გადმოავლებს თვალს ამ დაბლობებს, დარწმუნდება რაოდენ დაუმსახურებლად ვითმემ ბედისწერის სისასტიკესა და დაუსრულებელ უკუღმართობას. თავი პირველი, რამდენნაირნი არიან სამთავროები და რა გზით შეიძლება მათი დაპყრობა. ყველა სახელმწიფო, ყოველგვარი მმართველობა, რომლებსაც ჰქონდათ ან აქვთ ადამიანებზე მბრძანებლობის უფლება, ან რესპუბლიკაა, ან და სამთავრო. ასე იყო და ასეა ახლაც. სამთავროები ან მემკვიდრეობითნი არიან, რომელთაც დიდი ხნის მანძილზე მართავს მთავართა ერთი საგვარეულო, ან და ახალნი. ეს უკანასკნელნი ან პირწმინდად ისეთნი არიან, როგორიც იყო მილანი ფრანჩესკოს ფორცასათვის, ან და მათი დამპყრობი მთავრის სამემკვიდრეო სამფლობელოსათვის შეერთებულნი, როგორც ნეაპოლის სამთავრო ესპანეთის მეფისათვის. ამნაირად შემომტკიცებული სამთავროები ჩვეულებრივ ან მთავარს ემორჩილებიან, ან თავისუფალნი არიან, ხოლო მათ ბედისწერისა თუ სიმამაცის წყალობით სხვისი ან საკუთარი იარაღით იგდებენ ხელთ. თავი მეორე, მემკვიდრეობითი სამთავროებისათვის. რესპუბლიკებზე აღარაფერს ვიტყვი, ვინაიდან სხვა ადგილას დაწვრილებით ვილაპარაკე მათზე. მივუბრუნდები მხოლოდ და მხოლოდ სამთავროებს და ზემოთ მონიშნულ საფუძველზე დაყრდნობით შევეცდები დავასაბუთო, როგორ შეიძლება მათი მართვა და შენარჩუნება. მაშ ასე, მე ვამტკიცებ, რომ მემკვიდრეობით მთავარს, ვისი ქვეშევრდომნიც დიდი ხანია მორჩილებენ მის საგვარეულოს გაცილებით უფრო უადვილდება ძალაუფლების შენარჩუნება, ვიდრე ახალ მბრძანებელს, ვინაიდან საამისოდ მთავრისათვის საკმარისია არ დაარღვიოს წინაპართა მიერ დაფუძნებული წესრიგი და უნარიანად გამოიყენოს ყველა ხელსაყრელი ვითარება. ასე რომ თვით ის მთავარიც კი, რომელიც მაინც და მაინც დიდი ჭკუითა და გამჭრიახობით არ გამოირჩევა, ყოველთვის შეინარჩუნებს ძალაუფლებას, თუ კი რაღაც უჩვეულო ან საგანგებო ძალადობის შედეგად არ დაკარგა იგი. მაგრამ კიდევაც რომ დაკარგოს, კვლავ დაიბრუნებს მას, როგორც კი მოძალადეს რაიმე უბედურება დაატყდება თავზე. ამის ნიმუშად იტალიაში ჩვენ გვევლინება ფერარის დუკა, რომელმაც მხოლოდ და მხოლოდ იმის წყალობით მოიგერია ვენეციელთა შეტევები 84 წელს და პაპ იულიუს მეორისა 10 წელს, რომ ოდითგანვე გაბატონებულ საგვარეულოს ეკუთვნოდა. ვინაიდან მემკვიდრეობითი მთავრის დასამხობად გაცილებით ნაკლები მიზეზი არსებობს და ნაკლები აუცილებლობა, ამიტომაა რომ ის უფრო მეტად უყვარს ხალხს და თუ რაღაც უჩვეულო ბიწიერება მის მიმართ საყოველთაო სიძულვილის წყარო დარიქცა, საფუძველს მოკლებული არ იქნება ვივარაუდოთ, რომ ქვეშევრდომთათვის დიახაც სასურველი იქნება იგი, ხოლო მისი საგვარეულოს სიძველე და უწყვეტობა თავისთავად გააქარწყლებენ ყოველგვარი სიახლის მიზეზს და ხსოვნას, ვინაიდან ერთი ცვლილება ყოველთვის გზას უხსნის მეორეს. თავი მესამე, შორეული სამთავროებისათვის. ახალ მთავარს ძალიან უჭირს ძალაუფლების შენარჩუნება
თვითმემკვიდრეობითი მთავარიც კი, რომელმაც ახალი სამფლობელო შემოიმტკიცა, ასე რომ მის სამთავროს შეიძლება შერეული ეწოდოს, გაჭირვებით ინარჩუნებს ძალაუფლებას, იმ ბუნებრივი მიზეზის გამო, რასაც გადატრიალებანი იწვევენ ახალ სამთავროებში. ხალხს ჰგონია, რომ ახალი მთავარი უკეთესი იქნება ძველზე და ამიტომ დროს იხელთებს თუ არა უჯანყდება ამ უკანასკნელს, მაგრამ მალე რწმუნდება, რომ მოლოდინი გაუცრუვდა, ვინაიდან ახალი მთავარი ყოველთვის უარესია ძველზე, რაც აგრეთვე ბუნებრივია და ჩვეულებრივი, ვინაიდან დამპყრობელი გამუდმებით ავიწროვებს ახალ ქვეშევრდომთ, არა მარტო დაბანაკებულ მოლაშქრეთა მეშვეობით, არამედ ძალადობის ურიცხვი სხვა საშუალებებითაც, რასაც გარდაულად იწვევს ყოველი ახალი სამფლობელოს შემომტკიცება. ასე რომ მთავარი იძულებულია გადაიმტეროს ყველა, ვინც შეურაცხყო ამ ახალი სამთავროს დაპყრობისას, ხოლო ამასთან არც იმათი მეგობრობის შენარჩუნება ძალუც, ვინც ხელი შეუწყო მის გამარჯვებას, ვინაიდან ვერასდიდებით ვერ დააკმაყოფილებს მათ ისე სრულად, როგორც ისინი ვარაუდობდნენ და ვერც გადამჭრელ ზომებს მიმართავს მათ წინააღმდეგ, რაკიღა დავალებულია ამ ხალხისაგან. რაგინც ძლიერიც არ უნდა იყოს მთავრის ლაშქარი, მაინც ვერ შეძლებს ამა თუ იმ ქვეყანაში შეღწევას ადგილობრივი მცხოვრებლების დაუხმარებლად. აი რატომაა, რომ საფრანგეთის მეფემ ლუი მე-12-მ ესოდენ სწრაფად დაიმორჩილა მილანი და ასევე სწრაფად დაჰკარგა იგი. პირველად რომ წაერთმიათ მილანი მისთვის, ლუდოვიკოს საკუთარი ძალებით საკმარისი აღმოჩნდა, ვინაიდან იმავე ხალხმა, რომელმაც კარი გაუღო მეფეს, რაკიღა თავი მოტყუებულად იგრძნო და ვერ ეღირსა იმ სიკეთეს, რისი იმედიც ჰქონდა, ვეღარ შეძლო ახალი მთავრის ძალმომრეობის ატანა. მაგრამ ისიც აშკარაა, რომ თუ შესაძლო გახდა ამბოხებული ქვეყნების ხელმეორედ დამორჩილება, ისინი აგრე ადვილად ვეღარ დაიძვრენენ თავს, ვინაიდან ბრძანებელი, რომელსაც ამბოხება გაკვეთილად გამოადგება, უფრო გადამჭრელ ზომებს მიმართავს თავის მდგომარეობის განსამტკიცებლად, არ მოერიდება არც ურჩთა დასჯას, არც ეჭვმიტანილთა მხილებას და წინდახედულად გაამაგრებს ყველა სუსტ ადგილს. ამრიგად, თუ კი საიმისოდ, რომ საფრანგეთისათვის პირველად წაერთმიათ მილანი საკმარისი აღმოჩნდა დუკა ლუდოვიკოს ერთი გაბრძოლება საზღვარზე, სამაგიეროდ მეორედ წასართმევად საჭირო შეიქმნა მთელი ქვეყანა დარაზმულიყო მის წინააღმდეგ, ხოლო მისი ლაშქარი გაფანტული და განდევნილი ყოფილიყო იტალიიდან, ამის მიზეზი ზემოთ უკვე მოიხსენიე. მაგრამ საფრანგეთმა ერთჯერაც და მეორეჯერაც დაჰკარგა მილანი. პირველი წარუმატებლობის ზოგადი მიზეზები უკვე მოგახსენეთ. ახლა კი ის გადაგვრჩენია განვიხილოთ მეორე მარცხის მიზეზები და გიჩვენოთ საშუალებები, რომლებიც ხელთ ჰქონდა საფრანგეთის მეფეს და მის ადგილას შეეძლო უკეთ გამოეყენებინა სხვას, რათა უფრო მტკიცედ დამკვიდრებულიყო დაპყრობილ ქვეყანაში, ვიდრე ეს მოახერხა მეფემ. უნდა ავღნიშნოთ, რომ სამთავროები, რომლებიც დაპყრობის შედეგად უერთდებიან მათი დამპყრობი მთავრის სამფლობელოს, ან იმავე სამფლობელოს ფარგლებში მდებარეობენ და იმავე ენაზე ლაპარაკობენ, ან კიდევ მის ფარგლებს გარეთ. პირველ შემთხვევაში მათი შენარჩუნება ძალიან ადვილია, მით უმეტეს თუ კი ისინი ნაჩვევნი არ არიან თავისუფლებას. ამიტომ თუ გსურს უზრუნველად ფლობდე მათ, საკმარისია მუსრი გაავლო იქაურ მთავართა საგვარეულოს. რაც შეეხება დანარჩენს, რაკიღა ხალხი დაინახავს, რომ უწინდელი წესრიგი უცვლელი დარჩა, ხოლო ჩვეულებები არაფრით არ განსხვავდება ერთმანეთისაგან, დიახ, ეს ხალხი თვინიერი და მორჩილი იქნება, როგორც მაგალითად ბურგუნდია, ბრეტანია, გასკონია და ნორმანდია, რომლებიც ამდენი ხნის მანძილზე განუყოფელნი არიან საფრანგეთისგან. და თუმცა ისინი ენობრივად ცოტა არ იყოს განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ ჩვეულებათა მსგავსების გამო კარგად ეგუებიან ერთმანეთს. თუ კი ამნაირი სამფლობელოების ხელში ჩამგდებს მათი შენარჩუნება სურს, მას ორი რამ უნდა ახსოვდეს. ჯერ ერთი, ის რომ მუსრი გაავლოს უწინდელი მთავრის საგვარეულოს და მეორეც ის, რომ არ შეცვალოს არც მათი კანონები და არც ხარკის აკრეფის წესი, რათა ამრიგად ახალი სამფლობელო განუყოფელ მთლიანობად შეერწყას ძველს. მაგრამ როდესაც სამფლობელოებს ენით, ჩვეულებებითა და წესწყობილებით განსხვავებულ ქვეყნებში იგდებენ ხელთ, აქ თავს იჩენს სიძნელენი და მათ შესანარჩუნებლად ბედის კეთილმოწყალეობა და დიდი მოქნილებაა საჭირო. უკეთესი და უქმედითესი საშუალება იქნებოდა ამ სამფლობელოებში თვითონ მათი დამპყრობის გადასახლება. ეს უფრო მტკიცეს გახდიდა და გაახანგრძლივებდა მის მფლობელობას. ასე მოიქცა თურქეთის სულთანი საბერძნეთის მიმართ. ყოველგვარი ღონისძიების მიუხედავად ის ვერასგზით ვერ შეძლებდა ამ ქვეყნის შენარჩუნებას, საცხოვრებლად რომ არ გადასახლებულიყო იქ. ვინაიდან როდესაც დაპყრობილ ქვეყანაში ცხოვრობ, ჩანასახშივი ამსჯევ მღელვარებას და შეგიძლია სწრაფად ჩაახშო იგი. შორს მყოფი კი მხოლოდ მაშინ თუ შეიტყობ მღელვარების ამბავს, როცა ის უკვე მთელს ქვეყანას მოედო და ვეღარაფრით ვეღარ უშველი. ეგეც არ იყოს ქვეყანა ვერ ითმეს გაპარტახებას მთავრის მოხელეთაგან. ქვეშემრდომნი კმაყოფილნი არიან იმით, რომ ყოველთვის შეუძლიათ უშუალოდ მიმართონ მთავარს, ამიტომ თუ კი მორჩილებას ირჩევენ, მისი სიყვარულის უფრო მეტი საბაბი აქვთ, თუ არა და იმისა, რომ ეშინოდეთ მისი.
რაც შეეხება უცხოელებს, რომლებიც ამ ქვეყანაზე თავდასხმას აპირებენ, მთავრის იქ ყოფნა ცოტა არ იყოს აკრთობთ და ხელფეხს უბოჭავთ. ასე რომ მთავარი, რომელიც დაპყრობილ ქვეყანაში ცხოვრობს, იშვიათად თუ დაჰკარგავს მას. მეორე ქმედითი საშუალებაა 2-3 ადგილას კოლონიების დაარსება, რომელიც გარკვეული აზრით ამ ქვეყნის დამცველთა როლს შეასრულებენ. ამიტომ აუცილებელია ან ისე მოიქცე, ან და დაპყრობილ ქვეყანაში ცხენოსანთა თუ ქვეითთა მრავალრიცხოვანი რაზმები იყოლიო. კოლონიები არც ისე ძვირი უჯდება მთავრობას და თითქმის სულ მუქთად ან ჩალისფასად დაარსებს და ინახავს მათ. ამასთან იგი მტრად მოიკიდებს მხოლოდ იმ ხალხს, ვისაც სახნავ სათესსა თუ საცხოვრებელს ართმევს, რათა ახალ მოსახლეს უბოძოს ისინი. მაგრამ მისი მტრები მთელი მოსახლეობის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილს შეადგენენ და ეგეც არ იყოს დაგსაქსული და გაღატაკებულნი, ვერაფერს დააკლებენ მას. რაც შეეხება დანარჩენ ცხოვრებთ, რაკიღა ერთის მხრივ არაფერი დაუშავდებათ, უმალვე დაცხრებიან, ხოლო მეორეს მხრივ დაშინებულნი ვაი თუ გაღატაკებულთა დღეში ჩავცვივდეთო ვერ გაბედავენ ურჩობას. ერთი სიტყვით, ეს კოლონიები დიდ დანახარჯებს არ მოითხოვენ, უფრო მეტი ერთგულებით გამოირჩევიან და ნაკლებად აშფოთებენ მოსახლეობას. აღშფოთებულნი და მტრულად განწყობილნი კი, როგორც მოგახსენეთ, ვერას დააკლებენ მთავარს. ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანები ან ალერსით უნდა მოინადირო, ან და სულაც თავიდან მოიშორო ისინი. რადგან თუ ხალხი შურს იძიებს მცირეოდენი წყენის გამო, სამაგიეროდ მძიმე შეურაცხყოფისათვის სამაგიეროს გადახდის თავი აღარ აქვს. მაშასადამე კაცისთვის მიყენებული შეურაცხყოფა იმნაირი უნდა იყოს, რომ შურის ძიების არ გეშინოდეს. მაგრამ თუ კოლონიების ნაცვლად ლაშქრის შენახვას დააპირებს, ეს უფრო ძვირი დაუჯდება მთავარს და იძულებული იქნება დაცვას გადააგოს დაპყრობილი ქვეყნიდან მიღებული მთელი შემოსავალი. ასე რომ მონაპოვარი დანაკარგად გადაექცევა და ეგეც არ იყოს ყველაზე მეტად სწორედ ეს აშფოთებს ხალხს. ლაშქრის ბანაკად დგომა თუ გადაადგილება გულისწყრომას იწვევს მთელს ქვეყანაში. ამნაირი მდგომარეობის სიმძაფრე მტკივნეულად განიცდება მთელი მოსახლეობის მიერ და თითოეული მცხოვრები მტრად ექცევა მთავარს. თანაც ეს ისეთი მტრები არიან, რომელთაც შეუძლიათ ბევრი რამ გავნონ, ვინაიდან თავიანთი დათრგუნილობის მიუხედავად მაინც საკუთარ ჭერქვეშ რჩებიან, ასე რომ რა თვალსაზრისითაც არ უნდა მიუდგე, ამნაირი დაცვა იმდენადვე უსარგებლოა, რამდენადაც სასარგებლოა დაცვა კოლონიების დაარსების საშუალებით. გარდა ამისა, ვინც ზნე-ჩვეულებებით განსხვავებულ ქვეყანაში ცხოვრობს, ნაკლებად ძლიერი მეზობლების თავკაცად და მფარველად უნდა იქცეს. ყველანაირად ეცადოს უფრო ძლიერთა დასუსტებას და ფხიზლად ეჭიროს თვალი, რათა ქვეყანაში მასზე არანაკლებ ძლევამოსილი მბრძანებელი არ შემოიჭრას. ვინაიდან ყოველთვის მოსალოდნელია, რომ უკმაყოფილო მცხოვრებნი შიშისა თუ მეტისმეტი პატივმოყვარეობის გამო უცხოელს მიმართავენ დახმარებისათვის. ასე მოუხმეს ეტოლიელებმა რომაელებს საბერძნეთში და საერთოდ ყველა სხვა ქვეყანაშიც, სადაც კი რომაელები შესულან, მათ ადგილობრივი მოსახლეობა იწვევდა ხოლმე. ჩვეულებრივ ასე ხდება. როგორც კი ქვეყანაში შეიჭრება ძლევამოსილი უცხოელი, ყველა ნაკლებ გავლენიანი პირი მათ დამეშურით აღძრული, ვინც მანამდე უფრო გავლენიანი იყო, ამ უცხოელის თანამზრახველი ხდება. ასე რომ ეს უკანასკნელი ადვილად ახერხებს მათ გადაბირებას, ვინაიდან ისინი დაუყოვნებლივ და ერთსულოვნად უჭერენ მხარს მის მფლობელობას. უცხო მომხდურმა იმისთვისღა უნდა იზრუნოს, რომ მეტისმეტად არ გაიზარდოს მათი ძალა და გავლენა, რათა საკუთარ ძალებზე დაყრდნობითა და მათი მხარდაჭერის წყალობით ადვილად შესძლოს უფრო ძლიერთა დამხობა და ამრიგად ქვეყნის სრულუფლებიან ბატონ პატრონად იქცეს. და ვინც ამ მხრივ სათანადოდ არ დაიზღვევს საკუთარ თავს, მალე დაკარგავს თავის მონაპოვარს, მაგრამ კიდევაც რომ შეინარჩუნოს, უნდა თუ არა, ურიცხვი სიძნელისა და სირთულის წინააღმდეგ მოუწევს ბრძოლა. რომაელები მათ მიერ დაპყრობილ ქვეყნებში ყოველთვის იცავდნენ ამ წესებს, აარსებდნენ კოლონიებს, მხარს უჭერდნენ ნაკლებად ძლიერთ, თუმცა ხელს როდი უწყობდნენ მათ აღზევებას, ასუსტებდნენ უფრო ძალმორჭმულთ და ფხიზლად ეჭირათ თვალი, რათა ამ ქვეყნებში არ შეეღწია ძლევამოსილ უცხოელთა გავლენას. სანიმუშოდ მხოლოდ საბერძნეთს დავასახელებ. რომაელები მხარს უჭერდნენ აქაველებს და ეტოლიელებს. მათვე დააქვეითეს მაკედონიის სამეფო და განდევნეს ანტიოქე, მაგრამ არასოდეს არც აქაველთა და არც ეტოლიელთა დამსახურების გამო არ მიუციათ მათთვის იმის საშუალება, რომ სხვების მაგივრად თვითონ აღზევებულიყვნენ. არც ფილიპესათვის, მიუხედავად მისი მრწამსისა, უღირსებიათ თავისი მეგობრობა, ვიდრე არ დააკნინეს იგი და ბოლოს ვერც ანტიოქეს უშველა მთელმა თავისმა ძლევამოსილებამ, რათა მათი დასტურით ერთი სამფლობელო მაინც შეენარჩუნებინა ამ ქვეყანაში. რომაელები ამ შემთხვევაში ისე იქცეოდნენ, როგორც უნდა იქცეოდნენ საერთოდ ბრძენი მთავრები, რომლებიც არა მარტო აწინდელ, არამედ მომავალ გართულებებსაც უნდა ითვალისწინებდნენ და ყოველ ღონეს ხმარობდნენ, რათა თავიდან აიცილონ ისინი.
რადგან თუ შეიძლება მათი წინასწარ განჭვრეტა, არც მათთან ბრძოლა იქნება შეუძლებელი, მაგრამ თუ მათ მოახლოებას დაუწყებ ლოდინს, ყოველგვარი ღონისძიება ნაგვიანები აღმოჩნდება, რადგანაც უკურნებელი გახდება სენი. ვინაიდან აქ საქმე ზუსტად ისეა, როგორც ექიმები ამბობენ ჭლებთან დაკავშირებით. თავდაპირველად მისი განკურნება ადვილია, მაგრამ გამოცნობაა ძნელი, ხოლო თუ საკმაოდ დრო გავიდა და სნეულება გამოუცნობი და განუკურნავი დარჩა, მაშინ პირიქით, მისი გამოცნობა ადვილია, მაგრამ განკურნებაა ძნელი. იგივე ითქმის სახელმწიფოს მიმართ. თუ კი წინასწარ გამოიცნობ მის წიაღში ჩასახულ ბოროტებას, რაც გამჭრიახ და ხვედრია მხოლოდ, მისი განკურნება ადვილი საქმეა. მაგრამ თუ ვერ გამოიცანი და საშუალება მიეცი ისე იზარდოს, რომ ყველასათვის ცხადი შეიქმნეს, მაშინ უკვე ვეღარაფერს უშველი მას. ამიტომ რომაელები, რომლებიც წინასწარ ჭვრეტდნენ მოსალოდნელ გართულებებს, ყოველთვის პოულობდნენ მათ წინააღმდეგ ქმედით საშუალებებს და არასოდეს არ აფუჩეჩებდნენ საქმეს, რათა თავიდან აეცილებინათ ომი. ვინაიდან ესმოდათ, რომ თუ ასე არ მოიქცეოდნენ, საბოლოოდ კი ვერ შეძლებდნენ ომის თავიდან აცილებას, არამედ იძულებულნი იქნებოდნენ მოწინააღმდეგის სასარგებლოდ მხოლოდ დროებით გადაედოთ იგი. ამიტომაც ამჯობინეს საბერძნეთშივე ეომათ ფილიპესა და ანტიოქესთან, რათა იტალიაში არ შესჯახებოდნენ მათ, თუმცაღა იმ ხანად დიახაც შეეძლოთ უომრად გასცლოდნენ ერთსაც და მეორესაც, მაგრამ არ ისურვეს, ვინაიდან არაფრად ეპიტნავებოდათ ანდაზა, ერთთავად პირზე რომ აკერიათ ჩვენს ბრძენ თავკაცებს, ეცადე გააჭიანურო დრო. პირიქით ისე იქცეოდნენ, როგორც საკუთარი სიქველე და კეთილგონიერება უკარნახებდათ. რადგან დრო სრულიად გულგრილია ჩვენს მიმართ და თანაბრად გვახვევს თავზე როგორც სიკეთეს, ისე ბოროტებას, როგორც ბოროტებას, ისე სიკეთეს. მაგრამ კვლავ მივუბრუნდეთ საფრანგეთს და ვნახოთ დაიცვა თუ არა მან ზემოთ აღნიშნულთაგან თუნდაც ერთი წესი. აქ შარლის მოქმედებას კი არ განვიხილავთ, არამედ ლუისას, ვინაიდან მისი ქცევა უფრო ცნობილია იმის წყალობით, რომ შესძლო უფრო დიდხანს დამკვიდრებულიყო იტალიაში. თქვენ დაინახავთ, რომ სწორედ იმის საპირისპიროდ იქცეოდა, როგორც უნდა მოქცეულიყო, თუ კი თავისი სამფლობელო შენარჩუნება სურდა. მეფე ლუი იტალიაში ვენეციელთა პატივმოყვარეობამ მოიყვანა, რომელთაც სურდათ მისი შემოსვლით ესარგებლად და ნახევარი ლომბარდია ჩაეგდოთ ხელში. მე არც ამ შემოსვლის დაგმობამ სურს და არც მათი გადაწყვეტილებისა. ვინაიდან რაკიღა უნდოდა იტალიაში მოეკიდებინა ფეხი, მაგრამ ამ ქვეყანაში მეგობრები არ ჰყავდა, რადგან მეფე შარლის მოქმედების წყალობით მის წინაშე ყველა კარი ჩაკეტილი აღმოჩნდა, იძულებული იყო გაეზიარებინა მეგობრობა, რომელსაც თავაზობდნენ. და ისიც წარმატებით განახორციელებდა თავის ჩანაფიქრს, სხვა მხრივ რომ ასე რიგად არ შეეცოდა. ლომბარდიის დაპყრობის შემდეგ მეფემ დაუყოვნებლივ დაიბრუნა ის გავლენა, რომელიც შარლის წყალობით დაკარგა. გენუა დათმობაზე წავიდა. ფლორენციელები მეგობრულად ამოუდგნენ მხარში მანტუის მარკიზას, ფერარის დუკას, ბენტიβოლიებს, ფორლელ გრაფინიას, ფაენცას, პეზაროს, რიმინის, კამერინოს, პიომბინოს mbრძანებლებს, ლუკელებს, პიზელებს, სიენელებს, ყველას მისი მეგობრობის მოხვეჭა სურდა. და მაშინ ვენეციელებს შეეძლოთ თვალნათლივ დარწმუნებულიყვნენ, რაოდენ შლეგური იყო მათი გადაწყვეტილება. მათ მხოლოდ ლომბარდიის ორი ოლქის ხელში ჩაგდება სურდათ და იტალიის 2/3-ის mbრძანებლად კი აქციეს მეფე. მერე და რა ადვილად შეეძლო მას თავისი მდგომარეობა განემტკიცებინა იტალიაში, თუ კი დაიცავდა ზემოთხსენებულ წესებს და უზრუნველყოფდა თავისი მეგობრების უშიშროებას, რომლებიც თავიანთი სიმრავლის, სისუსტისა და სიმხდალის გამო ვინ ეკლესიას უფრთხოდა, ვინ კიდევ ვენეციელებს, იძულებულნი იქნებოდნენ ყოველთვის მხარი დაეჭირათ მისთვის. მათზე დაყრდნობით კი მეფეს შეეძლო თავი დაეზღვია ყველასაგან, ვინც ჯერ კიდევ ანგარიშგასაწევ ძალად ითვლებოდა იტალიაში. მაგრამ მილანში შესვლისთანავე ის სულ სხვაგვარად მოიქცა და პაპ ალექსანდრის რომანიის დაპყრობაში შეუწყო ხელი. ამ გადაწყვეტილების მიღებისას აზრადაც არ მოსვლია, რომ თავისსავე თავს ისუსტებდა, ვინაიდან კარგავდა მეგობრებსა და იმათაც, ვინც სიხარულით შეეგება მას, მაშინ როდესაც ხელს უწყობდა ეკლესიის განდიდებას, რაკიღა სასულიერო ძალაუფლებას, რომელიც ესოდენ დიდ ავტორიტეტს ანიჭებდა ეკლესიას, ეგზო მნიშვნელოვან საერთო ძალაუფლებასაც ზედ ურთავდა. ერთი შეცდომა რომ დაუშვა, იძულებული შეიქმნა შემდგომშიაც მცდარი გზითევლო, ასე რომ ბოლოს და ბოლოს ძალაუნებურად მოუხდა იტალიაში ჩამოსვლა, რათა ალექსანდრეს პატივმოყვარეობა აელაგმა და ტოსკანის ხელში ჩაგდების საშუალება არ მიეცა მისთვის. მაგრამ ეკლესიის განდიდებასა და მეგობრების დაკარგვასაც არ დასჭერდა. ნეაპოლის დაპყრობა რომ განიზრახა, ესპანეთის მეფესაც უწილა და იგი. და თუ აქამდე იტალიის ერთადერთი ბატონ-პატრონი იყო, ახლა მოზიარე გაიჩინა და ამრიგად ამ ქვეყნის ყველა პატივმოყვარე და უკმაყოფილო მოქალაქეს თვითონვე მოუვლინა მფარველი. ეგეც არ იყოს, თუმცაღა შეეძლო ნეაპოლში უწინდელი მეფე დაეტოვებინა თავის მოხარკედ, მაგრამ დაამხო იგი და მის ნაცვლად დასვა კაცი, ვისაც თვით მისი განდევნა შეეძლო.
დაპყრობის ჟინი სავსებით ბუნებრივი და ჩვეულებრივი რამ გახლავთ და ყოველთვის, როდესაც ამ ჟინსაა აყოლილი კაცი, რომელსაც მისი დაცხრომის ძალი შესწევს, მას კი არ ჰგმობენ, არამედ პირიქით აქებენ. მაგრამ როცა მას საამისო ძალი არ შესწევს და მაინც რადაც უნდა დაუჯდეს სხვა ქვეყნების დაპყრობას ლამობს, ესაა შეცდომა, რომელიც გმობის ღირსია. ამიტომ თუ კი საფრანგეთს შეეძლო საკუთარი ძალებით თავს დასხმოდა ნეაპოლს, კიდევაც უნდა დასხმოდა მას, თუ არა და სხვისთვის არ უნდა გაეყო იგი. და თუ ვენეციისათვის ლომბარდიის გაყოფა ასე თუ ისე შეიძლება მაინც გავამართლოთ, ვინაიდან ამის წყალობით საფრანგეთმა შეძლო ფეხის მოკიდება იტალიაში, ეს უკანასკნელი გაყოფა გმობის ღირსია, ვინაიდან ამნაირი აუცილებლობითვე არ არის გამართლებული. ასე რომ ლუიმ შემდეგი 5 შეცდომა დაუშვა. გაანადგურა ნაკლებ ძლიერნი, ხელი შეუწყო იტალიაში ისედაც ძლევამოსილის ძლიერების ზრდას, მოზიარედ მოუხმო მძლეთამძლე უცხოელს. არ დასახლდა ამ ქვეყანაში და არც კოლონიები დააარსა აქ. ამ შეცდომებს მეფის სიცოცხლეში შეიძლება არც ისე დიდი ზიანი მიეყენებინათ მისთვის, მეექვსე შეცდომაც რომ არ დაეშვა. ეს გახლდათ ვენეციელთა სამფლობელოების დაპყრობა. ეკლესია რომ არ განედიდებინა და ესპანელები არ მოეხმო იტალიაში, ვენეციელთა დაკნინება გამართლებულიც იქნებოდა და აუცილებელიც. მაგრამ ამ ორი მცდარი ნაბიჯის შემდეგ არას დიდებით არ უნდა დაყაბულებულიყო ვენეციის დამხობას. ვინაიდან სანამ ვენეციას ძალი შესწევდა, არავის მისცემდა ლომბარდიის დაპყრობის ნებას. და როგორც ვენეციელები მხოლოდ იმ პირობით დათანხმდებოდნენ იმას, რომ თვითონვე გამხდარიყვნენ დამპყრობელთან ბრძანებელნი, ასევე არავინ ისურვებდა საფრანგეთისათვის წაერთმია ლომბარდია, რათა ვენეციისათვის მიეცა იგი. ხოლო თუ ისინი მოკავშირენი იქნებოდნენ, ვის ექნებოდა მათთან ქიშპობის თავი. და თუ მეტყვიან მეფე ლუიმ იმიტომ დაუთმო ალექსანდრეს რომანია, ხოლო ესპანეთს ნეაპოლი რომ თავიდან აეცილებინა ომიო, პასუხად ზემოდ მოტანილ მოსაზრებას მოვიშველიებ იმის შესახებ, რომ ომის თავიდან აცილების მიზნით არამც და არამც არ უნდა მისცე ამა თუ იმ ბოროტებას ზრდის ნება, ვინაიდან ამ გზით ომს კი ვერ ცილებენ თავიდან, არამედ თავის და საზიანოდ მხოლოდ დროებით გადასდებენ მას. ხოლო თუ დაიმოწმებენ აღთქმას, რომელიც მეფემ მისცა პაპს, დაგეხმარები დავით არაბაში ჩემი განქორწინების ნებართვისა და რუანელი არქიეპისკოპოსის არჩევის სანაცვლოდო, ამის პასუხს ქვემოთ მოგახსენებთ, სადაც საუბარი მექნება მთავართა აღთქმისა და იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აღსრულდეს იგი. ამ საკითხთან დაკავშირებით ნანტში ყოფნისას რუანელ კარდინალს ველაპარაკე, როცა პაპ ალექსანდრეს ვაჟმა, ჩეზარე ბორჯამ, ანუ როგორც ხალხი უწოდებდა ვალენტინომ, რომანია იგდო ხელთ. კარდინალმა მითხრა: იტალიელებს სამხედრო საქმისა არა გაეგებათ რაო, რაზედაც მე მივუგე, სამაგიეროდ ფრანგებს არა გაეგებათ რა სახელმწიფო საქმეებისა, თორემ განადაუშვებდნენ ეკლესიის ასეთ აღზევებას მეთქი. და მართლაც, როგორც გამოცდილებამ გვაჩვენა, ეკლესია და ესპანეთი თავიანთ აღზევებას იტალიაში საფრანგეთს უნდა უმადლოდნენ და სწორედ ამის შედეგად დამარცხდა ეს უკანასკნელი. აქედან გამომდინარეობს ზოგადი წესი, რომელიც არასდროს ან იშვიათად თუ გამტყუნებულა. ვინც ხვისი ძლიერების ზრდას უწყობს ხელს, თვითონვე ითխრის ორმოს, ვინაიდან ამ ძლიერებას ის ზრდის ან თავისი მომხრეების, ან და კიდევ ძალის წყალობით. ხოლო ერთიცა და მეორეც ძალზე არასანდოა იმის თვალში, ვინც უკვე ძლიერი გახდა. მაკიაველი, თავარი. თავი მეოთხე. რატომ არ აჯანყდა ალექსანდრეს მიერ დაპყრობილი დარიოსის სამეფო ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ მისი მემკვიდრეების წინააღმდეგ? თუ გავითვალისწინებთ სიძნელეებს, რომლებიც განუყრელად დაკავშირებულია დაპყრობილი სახელმწიფო შენარჩუნებასთან, მაშინ ვითარებამ ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ, რომელიც რამდენიმე წლის მანძილზე აზიის მბრძანებელი გახდა და თითქმის მისი დაპყრობისთანავე გარდაიცვალა, შეიძლება საგონებელში ჩააგდოს კაცი. როგორც ჩანს, ამნაირი ვითარებისას შეიძლებოდა მთელი სახელმწიფო აჯანყებულიყო, მაგრამ ალექსანდრეს მემკვიდრეებმა შესძლეს მისი შენარჩუნება და თანაც არ გადაჰყრიან სხვა სიძნელეს გარდა იმისა, რაც მათივე პატივმოყვარეობისაგან იღებდა დასაბამს. პასუხად ვიტყვი, რომ ყველა სამთავროს, რომელთა ხსოვნაც კი შემოგრჩა წარსულიდან, ორი სხვადასხვა ფორმით მართავდნენ. მბრძანებელია ან ერთი მთავარი, ხოლო დანარჩენნი თითქმის მისი მსახურნი და ყმები არიან, რომლებიც მხოლოდ მთავრის წყალობითა და ნებასურვილით ეხმარებიან მას სამთავროს მართვაში და კიდევ მბრძანებლობენ მთავარი და ბარონები, რომლებიც თავიანთ თანამდებობას, მთავარს კი არა, თავიანთ ძველისძველ წარმომავლობას უნდა უმადლოდენ. ამ ბარონებს საკუთარი სამფლობელოები აქვთ და თავიანთი ქვეშევრდომებიც აჰყავთ, რომლებიც მათ თავიანთ მბრძანებლად აღიარებენ და ბუნებრივი სიყვარულით უყვართ ისინი. იმ სახელმწიფოებში, რომლებსაც მთავარი და მისი ყმები მართავენ, მთავარი დიდი გავლენით სარგებლობს, ვინაიდან მთელს ქვეყანაში მის გარდა არავინაა ისეთი უზენაეს მბრძანებლად რომ ითვლებოდეს და თან სხვა ვინმეს მაინც ემორჩილება ხალხი, მხოლოდ და მხოლოდ როგორც მის მსახურს და მოხელეს, რომელთაც მაინც და მაინც დიდი სიყვარულით როდი ემსჭვალვიან.
მმართველობის ამ ორი სხვადასხვა ფორმის ნიმუშად ჩვენს დროში თურქეთი და საფრანგეთი გვევლინება. თურქეთის მთელ მონარქიას ერთი მბრძანებელი მართავს, დანარჩენნი კი მისი ყურმოჭრილი ყმები არიან. სანჯაყებად დაყოფილ მთელს თავის საბრძანებელში ის სხვადასხვა მოხელეებს აგზავნის და საკუთარი ნება-სურვილით ცვლის მათ. საფრანგეთის მეფეს კი ურიცხვი პატარა მბრძანებელი ახვევია გარს, რომლებსაც ოდითგანვე აღიარებდნენ და თაყვანს სცემდნენ მათი ქვეშევრდომნი. მათ თავიანთი პრეროგატივები აქვთ, რომელთა ხელყოფაც მეფეს სასიკეთოს არას უხადის. ვინც კარგად დაუკვირდება როგორც ერთ, ისე მეორე სახელმწიფოს, დაინახავს რა რიგ ძნელია ისეთი ქვეყნის დაპყრობა, როგორიც თურქეთი გახლავთ, მაგრამ თუ კი დაპყრობა შეძელი, მისი შენარჩუნება ძალზე ადვილია. თურქეთის სამეფოს დაპყრობასთან დაკავშირებული სიძნელეების მიზეზები ისაა, რომ ჯერ ერთი, ამ ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირთაგან ვერავინ მიიმხრობს დამპყრობელს და ეგეც არ იყოს, ამ უკანასკნელს არც იმის იმედი შეიძლება ჰქონდეს, რომ მეტნაკლებად ხელს შეუწყობს თავის ლაშქრობას სულთნის დაახლოებულ პირთა ამბოხების გზით, რისი მიზეზით ზემოთ უკვე მოვიხსენიე. რაკიღა ყველანი სულთანის ყმები და მოვალენი არიან, მათი გადაბირება ძნელი საქმეა, მაგრამ კიდევაც რომ გადაიბირო, ბევრს ვერაფერს გამორჩები, ვინაიდან ზემოხსენებულ მიზეზთა გამო მათ არ შეუძლიათ ხალხიც გაიყოლიონ უკან. ამიტომ ის, ვინც თურქეთზე თავდასხმას აპირებს, აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს, რომ ერთსულოვნად დარაზმულს პოვებს მას და უფრო საკუთარი ძალების იმედი უნდა ჰქონდეს, ვიდრე მტრის ბანაკში განხეთქილებისა. მაგრამ თუ კი თურქეთი ძლეულ იქნა და ბრძოლის ველზე ისეთი მარცხი განიცადა, რომ ლაშქრის გამოყვანა ვეღარ შეიძლო, დამპყრობლის მთელი ყურადღება შეიძლება მთავრის საგვარეულოზე იქნეს გადატანილი. თუ კი მას ამოჟლიტავს, არავის შიში აღარ უნდა ჰქონდეს, ვინაიდან სხვები ხალხის მხარდაჭერით არ სარგებლობენ და როგორც გამარჯვებულს შეუძლია ხალხის იმედი ჰქონოდა გამარჯვებამდე, ასე გამარჯვების შემდეგ თამამად შეუძლია აღარ ეშინოდეს მისი. სულ სხვაგვარადაა საქმე ისეთ სახელმწიფოებში, რომლებსაც საფრანგეთის დარად მართავენ. ამნაირ სახელმწიფოში შეღწევა ძალზე ადვილია. საკმარისია გადაიბირო ესა თუ ის ბარონი, ვინაიდან ყოველთვის მოიძებნებიან უკმაყოფილონი და ახალი წესრიგის მოსურნენი, რომლებმაც ზემოხსენებულ მიზეზთა გამო შეიძლება გზა გაგიხსნან სახელმწიფოში და გამარჯვება გაგიადვილონ, მაგრამ გამარჯვების შედეგთა შენარჩუნება ურიცხვ სიძნელეებთანაა დაკავშირებული, რასაც თანაბრად განაპირობებენ შენი მოკავშირეებიცა და შენს მიერ დათრგუნვილი მტრებიც. ამიტომაც საკმარისი არ არის მუსრი გაავლო მარტოოდენ მთავრის საგვარეულოს, ვინაიდან კვლავინდებურად დარჩებიან სხვა მბრძანებლები, რომლებიც სათავეში ჩაუდგებიან ახალ შეთქმულებებს. და თუ ვერც მათი დაშოშმინება და ვერც მათი ამოძირკვა შესძელი, სახელმწიფო მტრისთვის ხელსაყრელ პირველსავე შემთხვევაში გამოგეცლება ხელიდან. ახლა თუ დავუკვირდებით, რანაირი მმართველობა იყო დარიოსის სამეფოში, ადვილად შენიშნავთ მსგავსებას მასსა და თურქეთის სახელმწიფოს მმართველობას შორის. აი რატომ აიმხედრა ალექსანდრემ ასე ერთობლივად და ასევე ერთიანად გაანადგურა იგი. გამარჯვებისა და დარიოსის სიკვდილის შემდეგ ალექსანდრემ მტკიცედ დაიმკვიდრა მთელი სამეფო და მის მემკვიდრეებსაც ერთმანეთში რომ მორიგებულიყვნენ, არავინ დაურღვევდა სიმშვიდეს. მთელს ქვეყანაში არ მომხდარა არავითარი ამბოხება, გარდა იმისა, რაც თვითონვე გამოიწვიეს. მაგრამ საფრანგეთისნაირ სახელმწიფოში ასე მშვიდად ვერ იუფლებ. გაუთავებელი ამბოხებები რომაელების წინააღმდეგ ესპანეთში, საფრანგეთსა და საბერძნეთში სწორედ ამით, ესე იგი ამ ქვეყნებში მრავალრიცხოვანი სამთავროების არსებობით აიხსნება და სანამ მათი ხსოვნა არ ჩაქრებოდა, რომაელებს არ შეეძლოთ გულდამშვიდებით ყოფილიყვნენ თავიანთი სამფლობელოების გამო. მაგრამ როგორც კი მათი ხსოვნა მიიფერფლა, რომაელებმა თავიანთი ძლიერებისა და ხანგრძლივი ბატონობის წყალობით მტკიცედ მოიკიდეს იქ ფეხი. და თუმცა შემდეგ იმპერიის რღვევისა და შინააშლილობის ჟამს თითოეული მხარე ცდილობდა დაენარჩუნებინა ამ პროვინციათა სწორედ ის ნაწილები, სადაც მათი გავლენა ყველაზე საგრძნობი იყო. ეს უკანასკნელნი არ ცნობდნენ არავის, რომაელების გარდა, რაკიღა მათი უწინდელი მთავრების საგვარეულოები დიდი ხანია აღარ არსებობდნენ. თუ გავითვალისწინებთ ყოველივე ამას, აღარ განგვაცვიფრებს ის გარემოება, რომ ალექსანდრემ ასე ადვილად შეინარჩუნა აზია, მაშინ როდესაც ზოგიერთებს ესერიგად უჭირდათ თავიანთი სამფლობელოების შენარჩუნება, როგორც მაგალითად პიროსსა და სხვებს. ეს იხსნება არა მძლეველთა მეტნაკლების სიქველით, არამედ ძლეულთა სხვადასხვაობით. მაკიაველი, თავარი, თავი მეხუთე. რანაირად უნდა მართავდე ქალაქსა თუ სახელმწიფოს, რომლებიც მათ დაპყრობამდე თავიანთი კანონების მიხედვით ცხოვრობდნენ. როდესაც იპყრობენ სახელმწიფოებს, რომლებიც თავიანთი კანონების მიხედვით ცხოვრებასა და თავისუფლებას არიან ნაჩვენი, არსებობს მათი შენარჩუნების სამი სხვადასხვა საშუალება. პირველი, მიწასთან გაასწორო ისინი. მეორე, პირადად დასახლდა იქ. მესამე, თავიანთი კანონების მიხედვით ცხოვრების ნება მისცე და ხარკი დაადო მათ, ხოლო მმართველობა მცირერიცხოვან პირთ გადასცე, რომლებიც შეგინარჩუნებენ ამ ქვეყნების მეგობრობას.
რაკიღა ამნაირი მმართველობა მთავრის მიერაა შექმნილი, მმართველებმა რასაკვირველია იციან, რომ მთავრის თანადგომისა და მფარველობის გარეშე დიდი დღე არ უწერიათ და ამიტომ ყველანაირად მხარს უჭერენ მას. თავისუფლებას ნაჩვევი ქალაქის შენარჩუნება უფრო ადვილია მისი მოქალაქეების მეშვეობით, ვინმე სხვა რამ საშუალებით, თუ კი მისი დაცვა არასურთ. ამის ნიმუშად სპარტა და რომი გამოგვადგება. სპარტელები იმით ინარჩუნებდნენ ათენსა და თებეს, რომ ოლიგარქიული მმართველობა დაამყარეს იქ, მაგრამ მიუხედავად ამისა ორივე ხელიდან გამოეცალათ. რომაელებმა კაპუა, კართაგენი და ნუმიდია რომ შეენარჩუნებინათ, შემუსრეს და ამრიგად ხელიდან არ გაუშვეს ისინი. საბერძნეთის შენარჩუნება თითქმის იმნაირადვე სურდათ, როგორც სპარტელები ინარჩუნებდნენ მას. ესე იგი ცდილობდნენ თავისუფლება არ წაერთმიათ და საკუთარი კანონები დაეტოვებინათ მისთვის. მაგრამ ამნაირმა მცდელობამ სასურველი ნაყოფი არ გამოიღო. ვინაიდან ეს პროვინცია რომ შეენარჩუნებინათ, იძულებულნი იყვნენ მიწასთან გაესწორებინათ ბევრი მისი ქალაქი, რადგანაც არ არსებობს ქალაქის შენარჩუნების უკეთესი საშუალება, ვიდრე ნგრევა და დაქცევა მისი. ამიტომ მას, ვინც დაეუფლება, მაგრამ ბოლოს კი არ მოუღებს თავისუფლებას ნაჩვევ ქალაქს, თვითონ მოეღება ბოლო მისი ხელით, ვინაიდან ეს ქალაქი ყოველთვის ეცდება ამბოხების გზით დაიბრუნოს თავისუფლება და თავისი ძველი წესრიგი, რომელთაც მას ვერ დაავიწყებს ვერც დროის დინება და ვერც დამპყრობლის ქველმოქმედება. და რაც უნდა იღონო, რა ზომებსაც არ უნდა მიმართო, თუ კი არ გათიშავ და მიმოფანტავ მის მცხოვრებლებს, არასოდეს წაიშლება თავისუფლებისა და უწინდელი წესრიგის ხსოვნა, არამედ ყველა ხელსაყრელ შემთხვევაში კვლავინდებურად აღდგება და აღორძინდება, როგორც ეს მოხდა პიზაში, რომელსაც ამდენი წლის მანძილზე ფლორენციელთა მონობის უღელი ედგა. მაგრამ როცა ქალაქი თუ ქვეყანა მთავრის ძალაუფლებასაა ნაჩვევი, ვისი საგვარეულოც უკვე გადაეგო, მაშინ რაკიღა ერთის მხრივ მორჩილებასაა ჩვეული, ხოლო მეორეს მხრივ აღარც ძველი მთავარი ჰყავს, წინააღმდეგობებით გათიშულს აღარც ახლის არჩევის თავი აქვს და აღარც თავისუფლად ცხოვრების ძალი შესწევს, ძნელად თუ აღმართავს იარაღს დამპყრობლის წინააღმდეგ. ამიტომაც მთავარს არ გაუჭირდება მისი მონადირება და თავისი მდგომარეობის განმტკიცება. რესპუბლიკებში კი, სადაც ცხოვრება დუხს და გადმოდუხს, მეტია სიძულვილი და მეტია შურისგების სურვილი. მათში არასოდეს ჩაქრება და არც შეიძლება ჩაქრეს დაკარგული თავისუფლების ხსოვნა. ამიტომაც ყველაზე ქმედითი საშუალებაა მათი დანგრევა ან მათში დასახლება. მაკიაველი. თავარი. თავი მეექვსე. ახალი სამთავროებისათვის, რომლებსაც საკუთარი იარაღითა და სიმამაცით იგდებენ ხელთ. ნურავის განაცვიფრებს ის გარემოება, რომ სრულიად ახალ სამთავროებზე მთავარსა და სახელმწიფოზე საუბრისას მე მოვიხმობ ყველაზე დიდ მაგალითებს, რადგანაც კაცნი თითქმის ყოველთვის სხვების მიერ გაკვალული გზებით დადიან და მოქმედებითაც თავიანთ წინამორბედთ ბაძავენ, თუმცაღა არ ძალუც განუხრელად მისდიონ სხვების გზას, ან და სიქველით გაუტოლდნენ მათ, ვისაც ბაძავენ. ამიტომ კეთილგონიერი კაცი ყოველთვის დიდ ადამიანთა მიერ გაკვალულ გზას უნდა ირჩევდეს და მიბაძვითაც თავიანთი ღირსებით გამორჩეულთ უნდა ბაძავდეს. რათა მისი საკუთარი სიქველე, კიდევაც რომ ვერ ედრებოდეს წინაპართა თუ წინამორბედთა სიქველეს, ყოველ შემთხვევაში რაღაცით მაინც გვაგონებდეს მას. დიახ, ის უნდა ბაძავდეს ჭკვიან მოისართ, რომელნიც, თუ კი მიზანი ძალზე დაშორებული ეჩვენებათ, ვინაიდან მშვენივრად იცნობენ თავიანთი მშვილდის ძალას, მაინც მონიშნულ ადგილზე უფრო მაღლა სატყორცნელად მომართავენ ხოლმე სამიზნეს. არა იმიტომ, რომ საკუთარი ძალით ან ისრით მიაღწიონ ამ სიმაღლეს, არამედ რათა ესოდენ მაღალი სამიზნის წყალობით უწიონ მიზანს. მაშასე მე ვამბობ, რომ სრულიად ახალ სამთავროებში, რომლებსაც განაგებს ახალი მთავარი, ამ უკანასკნელს თავისი სამფლობელოს შესანარჩუნებლად უფრო მეტი ან ნაკლები სიძნელის დაძლევა ელის, იმის დაკვალად, რაც უფრო მეტად ან ნაკლებად ქველია იგი. და რა კი თვითონ ის ფაქტი, რომ კერძო კაცი შეიძლება მთავარი გახდეს, თავისთავად გულისხმობს სიქველეს ან სვებედნიერებას. კაცმა შეიძლება იფიქროს, რომ ერთიცა და მეორეც თანაბრად აიოლებს ამ სიძნელის დაძლევას, მაგრამ ის, ვინც სვებედნიერებას უფრო ნაკლებ უმადლის თავის აღზევებას, უფრო დიდხანს ინარჩუნებს საკუთარ მონაპოვარს. საქმეს ცოტა არ იყოს აიოლებს ის გარემოებაც, რომ მთავარი, რა კი სხვა საბრძანებელი არ გააჩნია, იძულებულია ახალ სამფლობელოში იცხოვროს. მაგრამ მივუბრუნდები მათ, ვინც სვებედნიერების კი არა, პირადი სიქველის წყალობით გახდნენ მთავარნი და ვიტყვი, რომ ყველაზე ღირსეულნი იყვნენ მოსე, კიროსი, რომულუსი, თეზევსი და ასე შემდეგ. და თუმცა მოსეზე აღარ გავაგრძელებთ სიტყვას, ვინაიდან ის მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის ნებისა და წინასწარ განჩინების აღმსრულებელი იყო, მაგრამ განცვიფრების ღირსია თუნდაც ის მადლი, რისი წყალობითაც მოსე ღმერთთან საუბრის ღირსი შეიქმნა. მაგრამ თუ დავუკვირდებით კიროსსა და სხვებს, რომლებმაც დაიპყრეს ან დააარსეს სამეფოები, დავინახავთ, რომ ისინიც განცვიფრების ღირსნი არიან, ხოლო თუ განვიხილავთ მათ მოქმედებებს და მათი ძალისხმევის თავისებურებებს, ვნახავთ, რომ ისინი მოსეს ქმედებათა მსგავსნი არიან, თუმცაღა ამ უკანასკნელს ესოდენ დიადი მოძღვარი ჰყავდა.
მათი ცხოვრებისა და 8 წლის განხილვა თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ საკუთარ სვებედნიერებას არაფერი უწყალობებია მათთვის გარემოებათა გარკვეული დამთხოვების გარდა, რაც სხვა არა იყო რა, თუ არა ერთგვარი მასალა, რომელსაც თვითონვე მიანიჭეს ისეთი ფორმა, როგორიც სურდათ. გარემოებათა ამნაირი დამთხოვის გარეშე უთუოდ ჩაიშრიტებოდა მათი სულის სიმხნევე და შემართება, ხოლო სულიერი შემართების გარეშე ფუჭი იქნებოდა გარემოებათა ყოველგვარი დამთხოვა. ამიტომ მოსესთვის აუცილებელი იყო ეგვიპტელთა ტყვეობაში და მათგან შევიწროვებული ეხილა ისრაელი, რათა მონობის უღლიდან თავის დაღწევის სურვილით აღძრული ხალხი გაეყოლიებინა უკან. რომულუსი რომ რომის მეფე გამხდარიყო, აუცილებელი გახდათ ალბაში ადგილი აღარ დარჩენილიყო მისთვის და დაბადობითვე ბედის ანაბარა დაეგდოთ. კიროსსაც მიდიელთა ბატონობით უკმაყოფილონი უნდა დახვედროდნენ სპარსელები, ხოლო მიდიელები ხანგრძლივი მშვიდობიანობის შედეგად გააზიზებული და ქალაჩუნებად ქცეულნი. ვერც თეზევსი გამოავლენდა თავის სიქველეს, მიმოფანტული რომ არ დახვედროდნენ ათენელნი. ასე რომ მსგავსმა შემთხვევითობებმა განაპირობა ყველა ამ კაცის ბედნიერება, ხოლო უჩვეულო სიქველის საშუალება მისცა მათ, სათანადოდ შეეფასებინათ ამნაირი შემთხვევითობები, რითაც განადიდეს თავიანთი სამშობლო და ბედნიერებას აზიარეს იგი. ისინი, ვინც ზემოთხსენებულთა მსგავსად სიქველის წყალობით ხდებიან მთავარნი, გაჭირვებით ეუფლებიან სამთავროებს, მაგრამ ადვილად ინარჩუნებენ მათ, ხოლო სიძნელეები, რომელთა გადალახვაც სამთავროს დაპყრობის შემდეგ უხდებათ, იმ ახალი წესრიგის თუ წესწყობილების შედეგია, რომელნიც უთუოდ უნდა დააფუძნონ, რათა ძალაუფლება დაიმკვიდრონ და უზრუნველყონ თავიანთი უშიშროება. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ არ არსებობს უფრო ძნელი, წარმატების თვალსაზრისით უფრო საეჭვო და უფრო სახიფათო საქმე, ვიდრე ახალი წესრიგის დაფუძნება, რადგან სიახლის დამნერგავს მტრად ექცევა ყველა, ვისთვისაც ხელსაყრელი იყო ძველი წესრიგი, ხოლო ისინი, ვისთვისაც პირიქით ახალი უფრო ხელსაყრელი იქნებოდა, ძალზე დუნეთ და გაუბედავად იცავენ მას. ეს გაუბედაობა ნაწილობრივ აიხსნება მოწინააღმდეგეთა შიშით, რომელთაც მხარს უჭერს კანონი, ნაწილობრივ კი კაცთა უნდობლობით, რომელთაც არ ასწამთ, რომ სიახლე სასიკეთო იქნება მათთვის, სანამ გამოცდილებით არ დარწმუნდებიან ამაში. აქედან გამომდინარე, როგორც კი ხელსაყრელ შემთხვევას დაიგულებენ, მტრები გააფთრებით გესხმიან თავს, მაშინ როდესაც მომხრეები ძალზე დუნედ და უხალისოდ გიცავენ, ასე რომ ადვილი შესაძლებელია მათთან ერთად წააგო თავი. ამ საკითხის გამოწვლივლით განსახილველად უნდა გავარკვიოთ, დამოუკიდებელნი არიან ეს განმაახლებელნი თუ სხვებზე დამოკიდებულნი, ანუ რაც იგივეა, როგორ ახორციელებენ თავიანთ გეგმებს, თხოვნით თუ იძულებით. პირველ შემთხვევაში ყოველთვის მარცხს განიცდიან და ვერაფერსაც ვერ აღწევენ, მაგრამ როდესაც მხოლოდ თავიანთ თავზე არიან დამოკიდებულნი და შეუძლიათ საკუთარი ნება თავს მოახვიონ სხვებს, იშვიათად თუ რჩებიან ხელმოცარულნი. აი რატომაა რომ ყველა შეიარაღებული წინასწარმეტყველი იმარჯვებდა, უიარაღონი კი იღუპებოდნენ. ვინაიდან ზემოთქმულის გარდა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ხალხის ბუნება ცვალებადია და ამიტომ დარწმუნებით კი შეგიძლია ადვილად დაარწმუნო იგი, მაგრამ მასაც ადვილად შეუძლია უღალატოს შენს რწმენას. ამიტომ ყოველთვის მზად უნდა იყოს აიმისოდ, რომ თუ ხალხი რწმენას შეიცვლის, ძალით აიძულო კვლავინდებურად ირწმუნოს ის, რაც სწამდა. მოსე, კიროსი, თეზევსი და რომულუსი რომ უიარაღონი ყოფილიყვნენ, ვერავის აიძულებდნენ გაეზიარებინა მათი მრწამსი და აღესრულებინა მათი ნება, როგორც ჩვენს დროში ძმა ჯიროლამო სავონაროლას მაგალითი გვიჩვენებს ამას, რომელიც თავისივე ახალი წესრიგის ნანგრევებმა მოიყოლიეს ქვეშ, როგორც კი ბრბომ ზურგი აქცია მის მრწამს. თვითონ კი ვეღარ შეძლო შეენარჩუნებინა მორწმუნენი, ან და საკუთარ მრწამსზე მოექცია ურწმუნონი. ასე რომ ამნაირ ადამიანებს დიდი სიძნელის გადალახვა უხდებათ, მაგრამ ყველა საფრთხე მხოლოდ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ემუქრებათ მათ, რაც საკუთარი სიქველით უნდა აიცილონ თავიდან. მაგრამ როგორც კი სიძნელეს გადალახავენ და ხალხის ნდობას მოიხვეჭენ, როგორც კი მუსრლს გაავლებენ ყველას, ვისაც თავისი მდგომარეობით შეიძლებოდა მათ დამიშური აღძროდა, ისინი ძლევამოსილნი, უზრუნველნი, ბედნიერნი და საყოველთაო პატივისცემით გარემოსილნი ხდებიან. ესოდენ დიად მაგალითებს მე მინდა ერთი შედარებით მოკრძალებული მაგალითიც დავუმატო, რომელიც ამის და მიუხედავად თავისებურად შეესატყვისება ზემოთ მოტანილთ და რომელიც ჩემი აზრით ყველა სხვა მსგავსი მაგალითის მოხმობისაგან მათავისუფლებს. მე ვგულისხმობ ჰიერონ სირაკუზელს, რომელიც კერძო პირი იყო და სირაკუზის მთავარი კი გახდა, თუმცაღა სვებედნიერებას არც მისთვის უწყალობებია რაიმე გარემოებათა გარკვეული დამთხოვის გარდა. შევიწროვებულმა სირაკუზელებმა თავიანთ მხედართმთავრად აირჩიეს იგი, შემდეგ კი თავისი ღირსების წყალობით მათი მბრძანებელი შეიქნა. თუმცა ჯერ კიდევ მაშინ, როცა უბრალო მოკვდავი იყო, ისეთი სიქველით გამოირჩეოდა, რომ ყველა, ვისაც მის ცხოვრებაზე დაუწერია რამე, ერთხმად აღნიშნავს. საიმისოდ რომ მეფე გამხდარიყო, მხოლოდ სამეფო აკლდაო.
მან დაშალა ძველი ლაშქარი და მის ნაცვლად ახალი შექმნა. ზურგი აქცია ძველ მოკავშირეებს და ახლები შეიძინა. და რა კი ერთგული მოკავშირეები და მოლაშქრენი ჰყავდა, უკვე შეეძლო ამ საფუძველზე ყოველგვარი შენობა დაეშენებინა. ასე რომ მას დიდი სიძნელის გადალახვა მოუხდა, მაგრამ აღარ გასჭირვებია მონაპოვრის შენარჩუნება. მაკიაველი. თავარი. თავი მეშვიდე. ახალი სამთავროებისათვის, რომლებსაც სხვისი იერაღითა თუ სვებედნიერების წყალობით იგდებენ ხელთ. კერძო პირთათვის, რომელნიც სვებედნიერების წყალობით ხდებიან მთავარნი, ეს ადვილი საქმეა, მაგრამ ძალზე ძნელი ამ მდგომარეობის შენარჩუნება. ისინი დიდ სიძნელეებს არ აწყდებიან მიზნისკენ მიმავალ გზაზე, გეგონებათ კი არ მიდიან, არამედ მიფრინავენო, მაგრამ სიძნელე მიზნის მიღწევისთანავე იჩენს თავს. მათ რიცხვს ეკუთვნიან ისინი, ვისაც ან ფულის ფასად უთმობენ სახელმწიფოებს, ან სხვა უწყალობებს ძალაუფლებას. ასე დარიოს იონიისა და ჰელესპონტის ქალაქების ტახტზე აჰყავდა სხვადასხვა პირნი, რათა ამ უკანასკნელთ მისი სახელითა და მისივე უსაფრთხოებისა და დიდებისათვის ემართათ ისინი. ზუსტად ასევე აღწევდნენ იმპერატორობას კერძო პირნი, რომელნიც ძალაუფლებას ჯარისკაცების მოსყიდვით იგდებდნენ ხელში. ისინი მთლიანად მათი აღმზევებლების ნებასურვილსა და სვებედნიერებაზე არიან დამოკიდებულნი, ხოლო ერთიცა და მეორეც ძალზე ცვალებადია და არამყარი. აკი არ შეუძლიათ და ვერც ახერხებენ თავიანთი მდგომარეობის შენარჩუნებას. არ შეუძლიათ იმიტომ, რომ კაცმა, რომელიც თავისი დღედაწუთისოფელი კერძო პირის ცხოვრებით ცხოვრობდა, ძნელი წარმოსადგენია წარმატებით გაართვას თავი მბრძანებლის როლს, თუ კი მაღალი ნიჭიერებითა და სიქველით არ გამოირჩევა, ვერ ახერხებენ იმიტომ, რომ ერთგული და სანდო მოლაშქრენი არ აჰყავთ. ეგეც არ იყოს სახელდახელოდ შექმნილ სახელმწიფოებს, ისევე როგორც ყველაფერს, რაც სწრაფად იზრდება ბუნებაში, არ შეიძლება ღრმად ჰქონდეთ ფესვები გადგმული, რათა ქარიშხლის პირველსავე შემოტევას გაუძლონ. თუ კი რა თქმა უნდა ეს ახლად გამომცხვარი მთავრები ისეთივე სიქველით არ გამოირჩევიან, რომ ახერხებენ სწრაფად აუღონ ალღო შექმნილ ვითარებას, რათა შეინარჩუნონ ის, რაც ბედნიერმა სვემუწყალობად და ამგვარად უკვე ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ ჩაყარონ იმის საფუძველი, რასაც სხვები გაცილებით უფრო ადრე აფუძნებენ. მე მინდა მოვიტანო როგორც ერთის, ისე მეორის ნიმუში, ესე იგი იმისა, თუ როგორ აღწევენ მთავრის ძალაუფლებას სიქველისა თუ სვებედნიერების წყალობით. ორივე ნიმუში ჩვენი თანადროული ცხოვრებიდანაა აღებული. მე ვგულისხმობ ფრანჩესკო სფორცასა და ჩეზარე ბორჯას. ფრანჩესკო მისი საკუთარი საშუალებებისა და უჩვეულო სიქველის წყალობით კერძო პირიდან მილანის დუკად იქცა და რაც ძალების უდიდესი დაძაბვით მოიპოვა, უმცირესი ძალისხმევით შეინარჩუნა. მეორის მხრივ ჩეზარე ბორჯამ, ანუ როგორც ხალხში უწოდებდნენ დუკა ვალენტინომ, მამამისის სვებედნიერების წყალობით ჩაიგდო ხელში ძალაუფლება და მსწრაფლ დაკარგა იგი, როგორც კი მამის მხარდაჭერა მოაკლდა. მიუხედავად იმისა, რომ თავის მხრივ ყველაფერი იღონა და ყველაფერი მოიმოქმედა, რის იქმნაც მართებდა კეთილგონიერსა და სიქველით შემკულ კაცს, რათა მტკიცედ მოეკიდებინა ფეხი იმ სამფლობელოებში, რომლებსაც სხვისი იერაღისა და სვებედნიერების წყალობით დაეუფლა. ვინაიდან როგორც ზემოთ იყო ნათქვამი, ვისაც წინასწარ არ ჩაუყრია საფუძველი, უჩვეულო სიქველის წყალობით შეუძლია შემდგომ მაინც ჩაყაროს იგი, თუმცაღა ეს ძალზე სახიფათოა მშენებლობისათვის და საშიში შენობისათვის. თუ თვალს გავადევნებთ დუკას მთელს მოქმედებას, დავინახავთ რაოდენ მტკიცე საფუძველზე დააფუძნა მან თავისი მომავალი ძალმოსილება. ზედმეტად არ მიმაჩნია ამის გახსენება, ვინაიდან მომავალ მთავარს სახელმძღვანელოდ ვერ დაუსახავდი უკეთეს ნიმუშს, ვიდრე ამას გვთავაზობს დუკას მოქმედება. და თუ მის მიერ დანერგილი სიახლე არაფერში წაადგა მას, ეს აიხსნება ბედისწერის არნახული და უჩვეულო სიმუხთლით და არ შეიძლება ბრალად დაედოს თვით დუკას. ალექსანდრე მეხუთეს თავისი ძის აღსაზევებლად აწმყოშიც და მომავალშიც მრავალი სიძნელე უნდა გადაელახა. ჯერ ერთი ვერ ხედავდა რა გზას უნდა დასდგომოდა, რომ ამა თუ იმ არასაეკლესიო სახელმწიფოს მბრძანებლად დაესვა იგი. მან იცოდა თუ განიზრახავდა რომელიმე სახელმწიფო წაერთმია ეკლესიისათვის, ამას არ დაუშვებდნენ არც მილანის დუკა და არც ვენეციელები, ვინაიდან ფაენცა და რიმინო უკვე ვენეციელთა გავლენის ქვეშ იყვნენ მოქცეულნი. ეგეც არ იყოს ის ხედავდა, რომ იტალიის სამხედრო ძლიერება და მით უმეტეს ის ძალები, რომლებსაც შეეძლო დაყრდნობოდა, მთლიანად იმ ხალხის ხელშია, ვისაც არაფრად ეჭაშნიკებოდა პაპის განდიდება და ამიტომ არ შეიძლება ჰქონოდა მათი იმედი. ისინი ორსინებს, კოლონებსა და მათ თანამზრახველებს ემორჩილებოდნენ. ასე რომ მას სხვა გზა არ ჰქონდა. ძირფესვიანად უნდა შეეცვალა არსებული მდგომარეობა და ერთმანეთისთვის გადაეკიდებინა იტალიის სახელმწიფოები, რათა ამრიგად ზოგიერთი მათგანის ხელში ჩაგდება მოეხერხებინა. თავისი გეგმის განხორციელება არ გასჭირვებია, ვინაიდან ამ დროისათვის სულ სხვა მიზეზებით წაქეზებული ვენეციელები უკვე მზად იყვნენ ფრანგები მოეხმოთ იტალიაში, რასაც ის არათუ წინ არ აღუდგა, არამედ პირიქით ხელით შეუწყო რაკიღა მეფე ლუიმ განქორწინების ნება მისცა. ამრიგად მეფე ვენეციელების შეწევნითა და პაპის თანხმობით შემოვიდა იტალიაში და მილანის აღებისთანავე რომანიის დასაპყრობად მიაშველა ლაშქარი პაპს, რომელმაც მეფის დიდი სახელის წყალობით ადვილად დაიმორჩილა იგი.
რომანიის დაპყრობისა და კოლონების დამხობის შემდეგ დუკას, რომელსაც რომანიის შენარჩუნება და თავისი სამფლობელოების გავრცობა სურდა, ორი რამ უშლიდა ხელს. ჯერ ერთი მისივე ლაშქარი, რომლის ერთგულებაც ძალზე აეჭვებდა და მეორედ საფრანგეთის ნება-სურვილი. ანუ რაც იგივეა, ის შიშობდა, რომ მისი მოკავშირე ორსინები განუდგებოდნენ და არამც თუ სხვა სამფლობელოების შემომტკიცების ნებას არ მისცემდნენ, არამედ უკვე შემომტკიცებულსაც წაართმევდნენ და რომ არც საფრანგეთის მეფე დააკლებდა ხელს. ორსინებმა უკვე გამოამჟღავნეს თავი, როცა ფაენცას დაპყრობის შემდეგ დუკამ ბოლონიისაკენ აიღო გეზი. სწორედ აქ გამოჩნდა რა უხალისოდ მიდიოდნენ ორსინები ამ ლაშქრობაში. რაც შეეხება მეფეს, მისი განზრახვა აშკარად შეიქმნა დუკასათვის, როცა მან ურბინოს სადუკო დაიპყრო და დააპირა ტოსკანას დასხმოდა თავს. მეფემ ხელი ააღებინა ამ განზრახვაზე, ამიტომ დუკამ გადაწყვიტა ამას იქეთ დამოკიდებული აღარ ყოფილიყო სხვის ზვებედნიერებასა და იარაღზე. უწინარეს ყოვლისა მან დაასუსტა ორსინებისა და კოლონების პარტია რომში, გადაიბირა და თვითონვე იყმო მათი მომხრე თავადები. დიდი ჯამაგირები დაუნიშნა მათ და თითოეულის ღირსებისამებრ სამხედრო თუ სამოქალაქო სამსახურში განამწესა ისინი, ასე რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ყველამ გული აიყარა ორსინებსა და კოლონებზე და დუკას მიემხრო. შემდგომ ამისა მან ხელსაყრელ შემთხვევას დაუწყო ლოდინი, რათა გაენადგურებინა ორსინები, ისევე როგორც კოლონების გვარი დაამხო. მალე მშვენიერი შემთხვევა მიეცა და მან კიდევ უფრო მშვენივრად გამოიყენა იგი. ორსინები, რომლებიც გვიან მიხვდნენ, რომ დუკას და ეკლესიის აღზევება დაღუპვას უქადდა მათ, სათათბიროდ შეიკრიბნენ მანჯონესთან პერუჯინოში. ამ თავყრილობიდან იღებს დასაბამს ურბინოს ამბოხება, აშლილობა რომანიაში და დუკას წინააღმდეგ მიმართული ურიცხვი მუქარა, რასაც მან ფრანგების შემწეობით დააღწია თავი. ძველი გავლენა რომ დაიბრუნა აღარ ისურვა ფრანგებს ან უცხოელთა სხვა ლაშქარს დაყრდნობოდა და ამიტომ ცბიერებას მიმართა. ისე მარჯვედ მოახერხა თავისი ხვაშიადის მიჩქმალვა, რომ სინიორ პავოლოს მეშვეობით, ვისი გულის მოსაგებათაც დუკა არაფერს ზოგავდა და უშურველად თავაზობდა სამოსელს ფულსა თუ ცხენებს, ორსინები დაუზავდნენ მას, ასე რომ თავიანთი მიამიტობის წყალობით სინიგალიასთან თვითონვე ჩაუცვივდნენ დუკას ხელში. და როცა მათ თავკაცებს მუსრი გაავლო, ხოლო მათი თანამდგომნი გადაიბირა, დუკამ საკმაოდ მტკიცე საფუძველი ჩაუყარა თავის ძლიერებას. მას ეკუთვნოდა მთელი რომანია და ურბინოს სადუკო. მასვე უჭერდა მხარს იქაური მოსახლეობა, რომელსაც თანდათანობით უტკბებოდა თავისი კეთილდღეობა, და რა კი საქმის ეს მხარე მოხსენიებისა და სხვების მხრივ მიბაძვის ღირსია, არ მინდა დუმილით ავუარო გვერდი მას. რომანიას ვიდრე მას დუკა იგდებდა ხელთ, უნიათო მმართველები მართავდნენ, რომლებიც თავიანთ ქვეშევრდომებზე კი არ ზრუნავდნენ, არამედ ყლებდნენ და ძარცვავდნენ მათ, რითაც უთანხმოების საბაბს უფრო აძლევდნენ ხალხს ვიდრე თანხმობისას, ასე რომ ეს ქვეყანა ძარცვა გლეჯის, ურთიერთჟლეტისა და ათასგვარი სხვა ძალადობის ნამდვილი ბუდე იყო. დუკამ გადაწყვიტა, რომ მის დასაშოშმინებლად და ხელისუფლებისადმი დასამორჩილებლად უწინარეს ყოვლისა საჭირო იყო მმართველობის სისტემის მოწესრიგება. ამიტომაც ხელისუფლების სათავეში ჩააყენა მესერ რემირო დორკო. სასტიკი და გაქნელი კაცი და შეუზღუდავი უფლებები მიანიჭა მას. ამ უკანასკნელმა მოკლე ხანში დააშოშმინა და გააერთიანა ქვეყანა, რითაც დიდი სახელი დაიგდო ხალხში. შემდგომ ამისა დუკამ გადაწყვიტა, რომ ესოდენ შეუზღუდავი ძალაუფლება უკვე აღარ შეესაბამებოდა შექმნილ ვითარებას, რადგანაც შიშობდა ვაი თუ ხალხისთვის აუტანელი შეიქმნესო და ამიტომ ქვეყნის შუაგულში სამოქალაქო სამსჯავრო დააარსა, სადაც თითოეულ ქალაქს თავისი წარმომადგენელი ჰყავდა. სამსჯავროს დიდებული თავკაცი ედგა სათავეში და რა კი დუკას მშვენივრად ესმოდა, რომ უწინდელი სისასტიკის წყალობით მოქალაქეთა სიძულვილი დაიმსახურა, ამიტომ ამ გრძნობის ძირფესვიანად აღმოსაფხრელად და მათი გულის მოსადანდირებლად, რომ თუ კი ხელისუფალნი მართლაც იჩენდნენ სისასტიკეს, ეს პირადად მისი ბრალი კი არ იყო, არამედ მისი მოხელის გულმხეცობისა. როგორც კი დრო იხელთა, ერთ სისხამდილით ბრძანა დორკოს შუაზე გაჩეხილი გვამით შეზენას მოედანზე გამოეტანათ, ხოლო გვერდით ხის ჯირკი და გასისხლიანებული ცული დაეგდოთ. ამ საზერელმა სანახაობამ დააშოშმინა და იმავდროულად კიდევაც შეაძრწუნა ხალხი, მაგრამ კვლავ მივუბრუნდეთ შეწყვეტილ ამბავს. მე ვამბობ, რომ მას შემდეგ, რაც დუკა საკმაოდ მომძლავრდა და უშუალო საფრთხისაგანაც ნაწილობრივ დაისხვია თავი, იმის წყალობით, რომ თავის ნებაზე გარდაქმნა სამხედრო საქმე და გაანადგურა მოქიშპე მეზობლის ლაშქარი, ახალი სამფლობელოების დაპყრობის გზაზე მას მხოლოდ საფრანგეთი ეღობებოდა წინ. ვინაიდან დუკა მიცოდა, რომ მეფე, რომელიც გვიან მიხვდა თავის შეცდომებს, გასაქანს არ მისცემდა მას, ამიტომაც ახალი მოკავშირეების ძებნა შეუდგა და ორჭოფულად ექცეოდა ფრანგებს, როცა ისინი ნეაპოლის სამეფოს უტევდნენ გაეტას გარშემოწყობილი ესპანელების წინააღმდეგ. დუკას მათგან თავის დაზღვევა სურდა და ალბათ მოკლე ხანშიც შესძლებდა ამას, ალექსანდრე რომ ცოცხალი ყოფილიყო.
აი რანაირ ღონისძიებებს ახორციელებდა იგი სადღეისო საქმეების მოსაგვარებლად. რაც შეეხება მერმის, მას ყველაზე მეტად აფიქრებდა ერთი გარემოება, როგორ მოიქცეოდა ეკლესიის ახალი მეთაური, კეთილმოწყალე იქნებოდა მის მიმართ, თუ შეეცდებოდა ისიც წაერთმია მისთვის, რაც ალექსანდრემ მისცა. ის ფიქრობდა, რომ აქ შეიძლება 4 სხვადასხვა გზა აერჩია კაცს. ჯერ ერთი მუსრი გაევლო მის მიერ სამკვიდრო მოშლილ ბრძანებელთა მთელი საგვარეულოებისათვის, რათა პაპს აღარ დარჩენოდა მათი გამოსარჩლების საბაბი. მეორეც, გადმოებირებინა რომის მთელი თავადობა, რათა მათი მეშვეობით დაელაგმა პაპის პატივმოყვარეობა. მესამეც, შეძლების დაგვარად მოენადირებინა კარდინალთა კოლეგიის გული და მეოთხეც, პაპის სიკვდილამდე ჩაეგდო ხელში იმნაირი ძალაუფლება, რომ შესაძლებლობა ჰქონოდა საკუთარი ძალებით მოეგერიებინა მის წინააღმდეგ მიმართული პირველი შეტევა. ამ 4 გზიდან ალექსანდრეს სიკვდილის ჟამს 3 უკვე გავლილი იყო და მეოთხის გალევასაც ბევრი აღარაფერი უკლდა. სამკვიდრო მოშლილ მბრძანებელთაგან მუსრი გაავლო ყველას, ვისი მოხელთებაც კი შეძლო და მხოლოდ თითო ოროლამ თუ დააღწია თავი. რომაელი თავადებიც გადმოიბირა და კოლეგიაშიც ბევრი თანამდგომი გაიჩინა. რაც შეეხება სამფლობელოებს, პერუჯა და პიომბინო უკვე მის ხელში იყო და ტოსკანის დამორჩილებასაც აპირებდა. პიზა იძულებული შეიქმნა მფარველობა ეთხოვა მისთვის და რა კი საფრანგეთის შიში აღარა ჰქონდა, ან კი რაღა უნდა ჰქონოდა მას შემდეგ, რაც ესპანელებმა ნეაპოლის სამეფო წაართვეს ფრანგებს და ამრიგად ერთნიცა და მეორენიც იძულებულნი იყვნენ მასთან დამეგობრებაზე ეზრუნათ, ალბათ პიზასაც დაესხმოდა თავს. ამის შემდეგ ლუკაცა და სიენაც ცალმხრივ ფლორენციელებისადმი შურისა და მეორე მხრივ შიშის გამო დაუყოვნებლივ დანებდებოდნენ და ფლორენცია გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. ამისთვის რომ მიეღწია და უნდა მიეღწია სწორედ იმ წელს, როცა ალექსანდრე გარდაიცვალა. ისეთ ძლიერებასა და გავლენას მოიხვეჭდა, რომ სხვის ზვებედნიერებასა და იარაღზე კი აღარ იქნებოდა დამოკიდებული, არამედ მხოლოდ საკუთარ ძალმოსილებასა და სიქველეზე და თვითონვე შეძლებდა თავის გატანას. მაგრამ ალექსანდრემ მხოლოდ 5 წელი იცოცხლა მას შემდეგ, რაც დუკამ ხმალი აღმართა. მამამ მაშინ დაუტევა იგი, როცა საბოლოოდ მხოლოდ რომანია იყო შემომტკიცებული, ყოველივე დანარჩენი კი ჯერ ისევ ჰაერში ეკიდა. დაუტევა 2 მტრულად განწყობილ ძლევამოსილ მხედრობას შორის და თანაც სასიკვდილოდ გადადებული. მაგრამ დუკა ისე შეუპოვარი იყო და ქედუხრელი, ისე კარგად იცოდა, რითი შეიძლებოდა ხალხის გულის მოგება და რითი მომდურება მისი, იმდენად მტკიცე იყო უმოკლეს ხანში მის მიერ ჩაყრილი საფუძველი, ზურგს უკან რომ მტრის 2 ლაშქარი არ ჰყოლოდა ჩასაფრებული, ან და თვით მისთვის ჯანმრთელობას არ ეღალატა, უთუოდ დასძლევდა ყველა სიძნელეს. ხოლო მის მიერ ჩაყრილი საფუძველი რომ მართლა მტკიცე იყო, იქედან ჩანს, რომ რომანიამ თვეზე მეთხანს ელოდა დუკას, რომშიაც უკვე სულთმობრძავი არაფერი ემუქრებოდა და თუმცა იქ ჩავიდნენ ბალიონები, ვიტელები და ორსინები, მაგრამ მის წინააღმდეგ არავინ გაჰყვა მათ. იმასაც მიაღწია, რომ თუ პაპი ვერ გახდა ის, ვინც მას უნდოდა, ყოველ შემთხვევაში ვერც ისავიდა პაპის ტახტზე, ვინც მას არ სურდა. ამიტომ ალექსანდრეს სიკვდილის ჟამს რომ ავად არ ყოფილიყო, ყველაფერს ადვილად შემოუვლიდა. იმ დღეებში, როცა იულიუს მეორეს ირჩევდნენ, თვითონვე მითხრა, რომ ყველაფერზე ფიქრობდა, რაც შეიძლება მომხდარიყო მამამისის სიკვდილის შემდეგ და თურმე ყველაფერს თავისი წამალი გამოუძებნა. მაგრამ მამის სიკვდილის ჟამს, რომ თვითონაც უკვე ცალიფეხი სამარაში ედგა, ეს აზრადაც არასოდეს მოსვლია თავში. ამრიგად დუკას მოქმედებას ერთობლივად რომ განვიხილავ, მე ვერაფერს ვაყვედრი მას. პირიქით, ჩემის აზრით, ის შეიძლება ნიმუშად დავუსახოთ და აკი დავუსახე კიდეც. ყველას, ვინც სხვისი სვებედნიერებისა და იარაღის წყალობით მიაღწია ძალაუფლებას. ეგზომ დიდსულოვანსა და მაღალი ზრახვით ანთებულ კაცს სხვაგვარად არ შეეძლო მოქცევა და მისი გეგმების ხორცშესხმას ხელი შეუშალა მხოლოდ და მხოლოდ ალექსანდრეს უდღეურობამ და მისმავე საკუთარმა სნეულებამ. ამიტომ ის, ვისაც აუცილებლად მიაჩნია თავის ახალ სამფლობელოში მტრებისაგან დაიზღვიოს თავი, შეიძინოს მეგობრები, ძალითად უცბიერებით სძლიოს მტერს, სიყვარული და შიში ჩაუნერგოს ხალხს, ხოლო ლაშქარს მორჩილება და მოწიწება, მუსრი გაავლოს ყველას, ვისაც შეუძლია ან ვალად აძევს რაიმე ავნოს მას, ახლებურად გარდაქმნას ძველი წესრიგი, იყოს მკაცრი და მოწყალე, დიდსულოვანი და გულუხვი, დაშალოს არასაიმედო მხედრობა და მის ნაცვლად შექმნას ახალი, მეგობრული ურთიერთობა იქონიეს მეფეებთან და მთავრებთან, რათა ისინი სიხარულით წყალობდნენ და შიშით შეურაცხყოფდნენ მას, ვერსად იპოვის მისაბადს დუკას მოქმედებაზე უფრო დიდებულ ნიმუშს. ერთადერთი, რაც მას შეიძლება ვუსაყვედუროთ, ეს იულიუს მეორის არჩევა გახლავთ. აქ კი მან მართლაც რომ არასახარბიელო არჩევანი მოახდინა, ვინაიდან როგორც ზემოთ მოგახსენეთ, თუ კი არ შეეძლო თავისი ნებასურვილით აერჩია პაპი, ყოველ შემთხვევაში ის მაინც შეეძლო, რომ პაპობის ყოველი მუსურნისათვის გადაეღობა გზა. ამიტომ არამც და არამც არ უნდა დათანხმებოდა იმ კარდინალების პაპად არჩევას, რომელნიც ოდესღაც შეურაცხყო, ან და რომელთა შიშიც მის მიმართ პაპად არჩევის შემდეგ საფუძველს მოკლებული არ იქნებოდა.
ვინაიდან კაცთა ყოველგვარ მტრობას შიში ან სიძულვილი უდევს საფუძვლად. მის მიერ შეურაცხყოფილთა შორის იყვნენ სან პიეტრო ad vincul კოლონა, სან ჯორჯო, ასკანიო. ყველა დანარჩენს პაპის არჩევის შემდეგ მისი შიში უნდა ჰქონოდა, რუანელებისა და ესპანელების გარდა. ამ უკანასკნელთ თავიანთი ერთსულოვნებისა და ურთიერთშემოწმების წყალობით, პირველს თავისი ძლიერების გამო, ვინაიდან ზურგს უმაგრებდა მთელი საფრანგეთის სამეფო. ამიტომ დუკას უწინარეს ყოვლისა უნდა ეცადა, რომ ესპანელი დაესვათ პაპის ტახტზე, ან არადა რუანელებისათვის დაეჭირა მხარი და არა სან პიეტრო ad vinculasათვის. რადგანაც ცდება, ვინც ფიქრობს, რომ ახალი ქველმოქმედება ძველ შეურაცხყოფას ავიწყებს დიდ ადამიანებს. ამრიგად დუკამ შეცდომა დაუშვა ამ არჩევანში, რაც მისი აღსასრულის მიზეზად იქცა. მაკიაველი, თავარი, თავი მერვე, იმისთვის, ვინც დანაშაულებრივი გზით აღწევენ მთავრის ძალაუფლებას. რაკიღა კერძო პირს შეუძლია ორი სხვა გზითაც გახდეს მთავარი, ვინაიდან ეს ყოველთვის სვებედნიერებასა თუ სიქველეზე როდია დამოკიდებული. ჩემის აზრით, დუმილით არ უნდა ავუაროთ გვერდი ამას, თუმცა მართებული იქნებოდა ერთ-ერთ მათგანზე უფრო დაწვრილებით გველაპარაკა იქ, სადაც რესპუბლიკებზე ვმსჯელობთ. ეს ორი გზა შემდეგია. პირველი, როცა მთავრის ძალაუფლებას რაიმე დანაშაულისა თუ ბოროტმოქმედების გზით იგდებენ ხელთ და მეორე, როცა კერძო მოქალაქე თავისი სამშობლოს მთავარი ხდება თანამოქალაქეთა კეთილგანწყობილების წყალობით. პირველი გზის ნიმუშად ორ მაგალითს მოვიტან, ერთს ძველსა და მეორეს ახალს, თუმცა მათ დაწვრილებით გარჩევას არ შევუდგები, ვინაიდან ჩემის აზრით თავისთავადაც ცხადნი არიან მისთვის, ვინც იძულებულია მიბაძოს მათ. სიცილიელი აგათოკლე არა მარტო კერძო პირი იყო, არამედ მდაბალი და მდაბიური წარმოშობისაც, მაგრამ მაინც სირაკუზის მთავარი გახდა. ის მეთუნის შვილი იყო და თავისი დღედაწუთი სოფელი ბოროტმოქმედის ცხოვრებით ცხოვრობდა, მაგრამ თავისი ავკაცობის მიუხედავად სულისა და ხორცის ისეთი სიძლიერით გამოირჩეოდა, რომ სამხედრო სამსახურში ჩამდგარმა თანმიმდევრობით გაიარა ყველა საფეხური და სირაკუზის პრეტორობას მიაღწია. ამ ადგილზე მოკალათებულმა მთავრად გახდომა განიზრახა და გადაწყვიტა, ყველას გვერდისავლით თვითნებურად და მოძალადურად ესარგებლა იმით, რაც ნებსით და საერთო თანხმობით დაუთმეს სხვებმა. თავისი გეგმა ჰამილკარ კართაგენელს გაანდო, რომელიც იმხანად თავისი ლაშქრით ურთ სიცილიაში ომობდა და ერთ დილას ვითომდაც რესპუბლიკისათვის საჭირბოროტო საკითხის განსახილველად შეჰყარა სირაკუზის სენატი და ხალხი. თავის ჯარისკაცებს კი უბრძანა, დათქმულ ნიშანზე დარეოდნენ და მუსრი გაევლოთ მთელი სენატისა და ყველაზე მდიდარი მოქალაქეებისთვისაც. მათი გაჟლეტის შემდეგ აგათოკლემ ხელთ იგდო მთავრის ძალაუფლება ამ ქალაქში და ყოველგვარი შინააშლილობის გარეშე შეინარჩუნა იგი. და თუმცა ორჯერ დაამარცხეს და ბოლოს ალყაშიც მოიმწყდიეს კართაგენელებმა, მაგრამ არა მარტო დაიცვა თავისი ქალაქი, არამედ თავისი ლაშქრის ერთი ნაწილი მეციხოვნედ დატოვა იქ, მეორეთი კი აფრიკაში შეიჭრა, მოკლე ხანში გაათავისუფლა სირაკუზა და აიძულა კართაგენელები უკიდურეს დათმობებზე წასულიყვნენ. ხელშეკრულების თანახმად ისინი იძულებულნი იყვნენ მარტოოდენ აფრიკაზე მბრძანებლობას დასჯერებოდნენ, სიცილია კი აგათოკლესათვის დაეთმოთ. ვინც ამ კაცის მოქმედებას თვალს გაადევნებს, ვერაფერს ან ცოტას რამეს თუ იპოვის ისეც, რაც შეიძლება ბედის კეთილმოწყალეობას მიეწეროს. ვინაიდან როგორც ზემოთ იყო ნათქვამი, ვიღაცის შემწეობით კი არ მიუღწევია მთავრის ძალაუფლებისათვის, არამედ იმის წყალობით, რომ სამხედრო სამსახურში თანმიმდევრულად განვლო ყველა საფეხური, რისთვისაც 1000 გვარ ქარცეცხლში უნდა გაევლო, ხოლო შემდეგ თავდაუზოგავად ებრძოლა ძალაუფლების შესანარჩუნებლად. მაგრამ ქველი მაინც არ შეიძლება ეწოდოს თანამოქალაქეთა მკვლელს, მეგობრის გამყიდველს, მუხანათს, გულმხეთსა და უღმრთო კაცს. ამნაირი თვისებების წყალობით შეიძლება ძალაუფლება კი იგდო ხელთ, მაგრამ ვერ მოიხვეჭდიდებას. თუ კარგად დავუკვირდებით აგათოკლეს ქედუხრელობას, რომლის წყალობითაც ის არად აგდებდა საფრთხეს და თავიდან იცილებდა მტრის მუქარას, მის დიდ სულოვნებას, რომლის წყალობითაც არაერთხელ უმარჯვნია და თავის სასარგებლოდ შემოუტრიალებია ერთის შეხედვით ხელიდან წასული საქმე, თითქოს ვერც ავხსნით, რატომ უნდა ვაყენებდეთ მას ყველაზე სახელგანთქმულ მხედარ მთავრებზე დაბლა. მაგრამ მისი აღვირახსნილობა, სისასტიკე და გულმხეცობა, ისევე როგორც მისი ურიცხვი დანაშაული, არ გვაძლევენ იმის უფლებას, რომ დიდი ადამიანების გვერდით მივუჩინოთ ადგილი. ამრიგად შეუძლებელია სვებედნიერებას ან სიქველეს მიეწეროს ის, რასაც მან როგორც ერთის, ისე მეორის გარეშე მიაღწია. ჩვენს დროში ალექსანდრე მე-6-ის მმართველობისას ბავშვობიდანვე დაობლებული ოლივერტო და ფერმოს აღზრდა ბიძამისმა, დედის მხრივ, ჯოვანი ფოლიანი მიდო თავს და ჯერ კიდევ პირტიტველა ყმაწვილი სამხედრო სამსახურში განამწესა, სადაც მისი უფროსი იყო პავოლო ვიტელი. აქ ის ზედმიწევნით უნდა დაუფლებოდა სამხედრო ხელოვნებას, რათა შემდეგ დიდი ჩინისათვის მიეღწია. პაველოს სიკვდილის შემდეგ მისი ძმის ვიტელოცოს მეთაურობით მსახურობდა ჯარში და თავისი ნიჭის, ასევე როგორც სულის სიმხნევისა და ტანის სიმრთელის წყალობით, სულ მალე ერთი ყველაზე გამორჩეული კაცი შეიქნა.
მაგრამ რაკის ზღვის სამსახურში ყოფნა ეთაკილებოდა გადაწყვიტა ფერმოს ზოგიერთ მოქალაქეზე დაყრდნობით, რომლებსაც თავიანთი სამშობლოს თავისუფლებას მისი მონობა ერჩიათ და ვიტელოცოს მხარდაჭერით ხელში ჩაეგდო ფერმო. ამ მიზნით ჯოვანი ფოლიანის მისწერა. ამდენი ხანია შინარყოფილ ვარ და ამიტომ მინდა მოგინახულოთ თქვენსა და ჩემი ქალაქიც და თუ შესაძლო იქნება ჩემს მამულსაც ახლო გავეცნოო. დარაკი მთელის არსებით მხოლოდ პატივის მოხვეჭას ცდილობდა, ამიტომ რათა თავისი თანამოქალაქეებისათვის დაემტკიცებინა, რომ ტყუილ უბრალოდ არ დაუკარგავს დრო, სურვილს გამოთქვამდა ერთი ზარზეიმით მეგობრებისა და მსახურების ასკაციანი ამალის თანხლებით ჩასულიყო ფერმოში. თანაც ბიძამის თხოვდა, ეცადე ფერმოს მცხოვრებნიც პატივით შემხვდნენ, ვინაიდან ამ პატივს თანაბრად ვიმსახურებთ არა მარტო მე, არამედ შენც, როგორც ჩემი აღმზრდელიო. ფოლიანიმ ყველაფერი შეუსრულად ისწულს. ცდა არ დაუკლია, რომ ფერმელებსაც პატივით მიეღოთ იგი და თავის სახლში მიიპატიჟა. რამდენიმე დღე რომ დაჰყო იქ და ყველაფრის თადარიგი დაიჭირა, რაც საჭირო იყო მომავალი ბოროტმოქმედების აღსასრულებლად, ოლივერტომ დიდებული წვეულება გამართა, რომელზეც ჯოვანი ფოლიანი და ფერმოს ყველა წარჩინებული მოქალაქე მიიწვია. როცა სმა-ჭამასა და ამნაირი წვეულებისთვის ჩვეულებრივ მხიარულებას მორჩნენ, ოლივერტომ განზრახ ჩამოაგდო სიტყვა ყველასათვის მწვავე საკითხზე, კერძოდ პაპ ალექსანდრესა და მისი ძის, ჩეზარე სიდიადესა და მათ საქმეებზე. ჯოვანისა და დანარჩენი სტუმრების პასუხები რომ მოისმინა, ოლივერტო ანაზდეულად წამოხტა და განაცხადა, ამ საკითხზე უფრო განმარტოვებულ ადგილას უნდა ვილაპარაკოთო და მეორე ოთახში გავიდა, სადაც ჯოვანი და დანარჩენი მოქალაქენიც გაჰყვნენ. მაგრამ დასხდომაც ვერ მოასწრეს, რომ გამოცვიდნენ წინასწარ მიმალული ჯარისკაცები და ჯოვანიცა და დანარჩენი წვეულნიც ხმლებით აკუწეს. ამ ხოცვაჟლეტის შემდეგ ოლივეროტო ცხენს მოახტა, ჭენებით გაიარა ქალაქი და ალყა შემოარტყა სასახლეს, სადაც უმაღლესი თანამდებობის მოხელენი იმყოფებოდნენ. შიშმა აიძულა ისინი დამორჩილებოდნენ მას და ახალი მთავრობა შეექმნათ, რომელსაც თვითონვე ჩაუდგა სათავეში. იმათი დახოცვის შემდეგ, ვინც უკმაყოფილების გამო შეიძლებოდა წინაღდგომოდა, ოლივეროტომ ახალი, სამოქალაქო თუ სამხედრო განაწესებით განამტკიცა მდგომარეობა. ასე რომ თავრის ძალაუფლების ხელში ჩაგდებიდან 1 წლის შემდეგ არა მარტო არხეინად გრძნობდა თავს ქალაქ ფერმოში, არამედ მეზობლებისთვისაც საშიში შეიქმნა და მისი ძლევა ისევე ძნელი იქნებოდა, როგორც აგათოკლესი, თავისივე მიამიტობით, რომ არ ჩავარდნოდა ხელში ჩეზარე ბორჯას, როცა მან, როგორც მოგახსენეთ, სინიგალიასთან შეიპყრო ორსინები და ვიტელები. ისიც იქვე შეიპყრეს და ბიძის მკვლელობიდან 1 თვის თავზე მოაშთეს ვიტელოცოსთან, თავის მოძღვართან ერთად, რომელიც მას ასწავლიდა არა მარტო სიმამაცეს, არამედ ავკაცობასაც. შესაძლოა ვინმეს აღეძრას ასეთი კითხვა, რითი აიხსნება, რომ აგათოკლესა და სხვა მისთანებს ურიცხვი გამცემლობისა და სისასტიკის მიუხედავად, დიდხან შეეძლოთ არხეინად ეცხოვრათ თავის სამშობლოში და გარეშე მტრებისაგან დაეცვათ თავი. ამასთან მოქალაქეებს ერთხელაც არ მოუწყვიათ შეთქმულება მათ წინააღმდეგ, მაშინ როდესაც ბევრი სხვა მთავარი ასეთივე სისასტიკის წყალობით თვითმშვიდობიანობის დროსაც ვერ ახერხებდა სახელმწიფოს შენარჩუნებას, ომიანობის მშფოთვარე დროზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ჩემის აზრით ეს დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ იყენებენ სისასტიკეს, ავად თუ კარგად. კარგად იყენებენ, თუ კი ბოროტების მიმართ შეიძლება ითქვას კარგადო, მაშინ როცა მხოლოდ ერთხელ მიმართავენ მას, როგორც თავდაცვის აუცილებელ საშუალებას, შემდეგ კი ხელს იღებენ მასზე და მხოლოდ იმას ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი სარგებლობა მოუტანონ თავის ქვეშევრდომთ. ავად იყენებენ მაშინ, როცა თავდაპირველად მხოლოდ ნაწილობრივ ავლენენ მას, შემდეგ კი დროთა განმავლობაში არამც თუ არ ამცირებენ პირიქით, თანდათანობით ზრდიან. ვინც პირველ გზას ირჩევს ღმრთისა და კაცის შეწევნით, ასე თუ ისე მაინც პოულობს გამოსავალს თავისი მდგომარეობიდან, როგორც მაგალითად აგათოკლე. სხვების საქმე კი ხელიდან წასულია. აქედან გამომდინარე, ამა თუ იმ სახელმწიფოს ხელში ჩაგდებისას დამპყრობელმა ერთბაშად, ერთის დაკვირით უნდა გამოიჩინოს მთელი სისასტიკე, რათა შემდეგ ყოველდღიურად აღარ დასჭირდეს მისი გამოყენება და ამრიგად შესძლოს ხალხის დაშოშმინება და ქველმოქმედების წყალობით მისი გულის მოგება. ის, ვინც სიმხდალისა თუ უგუნურების გამო სხვაგვარად იქცევა, ყოველთვის იძულებული იქნება მახვილი ეპყრას ხელში და ვერასოდეს ვერ შეძლებს თავის ქვეშევრდომებზე დაყრდნობას, ვინაიდან მუდმივი და დაუსრულებელი მუქარის გამო ეს უკანასკნელნიც ვერასოდეს ამოისუნთქავენ შვებით მის ხელში. ამიტომ სისასტიკე ერთბაში და ერთჯერადი უნდა იყოს, რათა ხალხს გონს მოსვლის საშუალება არ მისცეს და ამრიგად ნაკლებ მტკივნეულად განიცადოს იგი, ქველმოქმედება კი ნელ-ნელა, წვეთ-წვეთობით უნდა გამოავლინო, რათა ხალხმა უკეთ შესძლოს მისი შეტკბობა. მაგრამ ყველაზე არსებითია მთავარსა და მის ქვეშევრდომებს შორის იმნაირი ურთიერთობის დამყარება, რომ ვერავითარმა გარემოებამ, ვერც ავმა და ვერც კარგმა ვეღარ შეძლოს მისი დარღვევა, რადგანაც გაჭირვების ჟამს არც ბოროტის ქმნა დაგაყრის ხეირს და არც სიკეთე წაგადგება რამეში, ვინაიდან რაკი ღაიძულებითი იქნება, ვერავის მოიმადლიერებ იმით. მაკიაველი, თავარი, თავი მეცხრე,
სამოქალაქო სამთავროსათვის. ახლა გადავიდეთ იმ შემთხვევაზე, როცა კერძო პირი ბოროტმოქმედებისა თუ სხვა რამ აუტანელი ძალადობის გზით კი არა, არამედ თავისი თანამოქალაქეების კეთილგანწყობილების შედეგად ხდება მთავარი. ამას შეიძლება ეწოდოს სამოქალაქო მმართველობა, რომლის მისაღწევად არც სრულქმნილი სიქველეა საჭირო და არც უსაზღვრო ბედნიერება, არამედ უმალ ბედნიერებასთან წილნაყარიც ბიერება. ამნაირი ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად საჭიროა ან ხალხის, ან კიდევ დიდებულთა კეთილგანწყობილება. ვინაიდან ყველა ქალაქში ვხვდებით ამ ორ სხვადასხვა დაჯგუფებას, რაც იმითაა გამოწვეული, რომ ხალხს არ სურს დიდებულები მბრძანებლობდნენ და ავიწროვებდნენ მას, დიდებულებს კი პირიქით, სურთ მბრძანებლობდნენ და ავიწროვებდნენ ხალხს. ამ ორი სხვადასხვა სულისკვეთების ურთიერთდაპირისპირებულობას ქალაქში სამიდან ერთ-ერთი შედეგი მოსდევს: ან მბრძანებლობა, ან თავისუფლება, ან თავაშვებულობა. მბრძანებლობის მიზეზი ან ხალხია, ან დიდებულები, იმის დამიხედვით თუ რომელი მხარე მოიგდებს საამისო შემთხვევას ხელში. ასე მაგალითად, დიდებულები როგორც კი დარწმუნდებიან, რომ ხალხს ვეღარ აოკებენ, მთელ თავიანთ გავლენას ერთ კაცს მიანიჭებენ და მთავრად დასვამენ, რათა მისი მფარველობის ქვეშ თავიანთ ნებაზე იპარპაშონ. ასევე ხალხიც, რათა მისი მფარველობის ქვეშ თავიანთ ნებაზე იპარპაშონ. ასევე ხალხიც, როცა დაინახავს, რომ დიდებულებს წინააღმდეგობას ვეღარ უწევს, მთელს თავის ძალმოსილებას ერთ კაცს გადასცემს და ხელისუფლების სათავეში აყენებს მას, რათა თავის მფარველად ეგულებოდეს. ის, ვინც დიდებულთა შეწევნით აღწევს მთავრის ძალაუფლებას, უფრო ძნელად ინარჩუნებს მას, ვიდრე ის, ვინც ხელისუფლებას ხალხის შემწეობით უდგება სათავეში. ვინაიდან პირველ შემთხვევაში მთავარს გარს ახვევიან დიდებულები, რომლებსაც მასზე ნაკლებად როდი მოაქვთ თავი და რომლებსაც ის ამის გამო ვერც თავის ნებაზე ათამაშებს და ვერც რასმე უკარნახებს. მაშინ, როდესაც ის, ვინც ხალხის შემწეობით აღწევს მთავრის ძალაუფლებას, ერთპიროვნული მბრძანებელი ხდება და ირგვლივ არავინ, ან თითქმის არავინ აჰყავს ისეთი, ვინც ურჩობას გაუბედავს. ეგეც არ იყოს, თუ წრფელ გზას აირჩევს და არავის შეავიწროვებს, მთავარი ვერას დიდებით ვერ დააკმაყოფილებს დიდებულებს, ხალხის დაკმაყოფილებას კი დიახაც შესძლებს, ვინაიდან ხალხი უფრო პატიოსან მიზანს ისახავს, რადგან მხოლოდ იმას მიელტვის, რომ არავის დააჩაგვრინოს თავი, დიდებულებს კი ყველაზე მეტად სწორედ მისი დაჩაგვრა სურთ. გარდა ამისა, მთავარს ყოველთვის შეუძლია მტრულად განწყობილი ხალხისაგან დაიზღვიოს თავი, დიდებულებისაგან კი არა, ვინაიდან ხალხი მრავალრიცხოვანია, დიდებულები კი ცოტანი არიან და მართლაც, რა შეუძლია მტრულად განწყობილ ხალხს? დიდი ზურგი აქციოს მთავარს. მტრულად განწყობილ დიდებულებს კი შეუძლიათ არა მარტო ზურგი აქციონ, არამედ აშკარად დაუპირისპირდნენ მას, ვინაიდან ისინი უფრო წინდახედულნი არიან, უფრო მზაყვარნი, ყოველთვის დროულად იზღვევენ თავს და მის მხარეზე გადადიან, ვისაც მათი აზრით გამარჯვება უნდა დარჩეს. მთავარი იძულებულია ყოველთვის ერთსა და იმავე ხალხთან იცხოვროს, მაშინ როდესაც დიახაც შეუძლია ერთი და იმავე დიდებულების გარეშეც გავიდეს ფონს, ვინაიდან ხელეწიფება თავისი ნებასურვილისამებრ ქმნიდეს ან მუსრავდეს, სწყალობდეს ან რისხავდეს მათ. ამ საკითხის უკეთ გასარკვევად მე ვამტკიცებ, რომ შესაძლოა დიდებულებისადმი ორნაირი დამოკიდებულება, იმის დამიხედვით, თუ რას გვიმოწმებს მათი ქცევა. იმას, რომ თავიანთ ბედიღბალს მთლიანად მთავრის ბედიღბალს უკავშირებენ თუ პირიქით. თუ უკავშირებენ და ნამდვილი მტაცებლებივით არ იქცევიან, სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებენ, თუ არა და აქაც თავს იჩენს ორი სხვადასხვა შესაძლებლობა. პირველი, ისინი სულმოკლეობასა და ბუნებით თანდაყოლილი სიმხდალის გამო იქცევიან ასე, და მაშინ მთავარმა რასაკვირველია უნდა ისარგებლოს მათი სამსახურით, უწინარეს ყოვლისა კი დაეყრდნოს მათ შორის ყველაზე კეთილგონიერთ, რომელნიც ხელსაყრელ ვითარებაში პატივისცემას არ მოაკლებენ, გაჭირვებაში კი არაფერს ავნებენ მას. და მეორე, მათი ამნაირი ქცევის მიზეზი ანგარება და პატივმოყვარეობა გახლავთ, რაც იმის მომასწავლებელია, რომ ისინი თავიანთ თავზე უფრო მეც ფიქრობენ ვიდრე მთავარზე და მაშინ ეს უკანასკნელი უნდა უფრთხოდეს და თავის აშკარა მტრებად თვლიდეს მათ, ვინაიდან არახელსაყრელ ვითარებაში ყოველთვის მის დამხობას შეეცდებიან. ამრიგად ის, ვინც ხალხის კეთილგანწყობილების შედეგად ხდება მთავარი, ასევე კეთილად უნდა იყოს განწყობილი მის მიმართ, რასაც ადვილად შეძლებს, ვინაიდან ხალხი მხოლოდ იმას მოითხოვს, რომ არავინ ავიწროვებდეს, ხოლო ის, ვინც ხალხის კი არა დიდებულთა კეთილგანწყობილების შედეგად აღწევს მთავრის ძალაუფლებას, უწინარეს ყოვლისა ხალხის გულის მოგებას უნდა ცდილობდეს, რასაც ასევე ადვილად შეძლებს, თუ კი თავის მფარველობას არ მოაკლებს მას. და რა კი კაცნი კეთილის მყოფელად რომ დაიგულებენ მას, ვისგანაც ბოროტის მეც არასელიან, მთელის არსებით თავიანთი მწყალობლის ერთგულები ხდებიან, ამიტომ ხალხიც უფრო თავგამოდებით უჭერს მხარს თავის მფარველს, ვიდრე დაუჭერდა იმ შემთხვევაში, მისი წყალობით რომ გამხდარიყო მთავარი. ამ უკანასკნელს ათასნაირი საშუალება მოეძებნება ხალხის გულის მოსანადირებლად, ხალხისა, რომელიც ვითარების დაკვალად იცვლება, რის გამოც აქ არ არსებობს ერთი უტყუარი და ყოვლისმომცველი წესი.
ამიტომ აღარც მე გავაგრძელებ სიტყვას და დასკვნის სახით იმას გავიტყვი, რომ მთავარი ყველანაირად უნდა ცდილობდეს ხალხის მეგობრობის მოხვეჭას, არა და განსაცდელის ჟამს ცუდად წაუვა საქმე. ნაბიჯემ სპარტის მთავარმა მთელი საფრანგეთისა და რომის ძლევამოსილი ლაშქრის ალყას გაუძლო და თავისი სამშობლო და სახელმწიფო დაიცვა მათგან. თანაც განსაცდელის ჟამს მხოლოდ ზოგიერთისაგან მოუხდა თავის დაზღვევა, რაც აშკარად არ იქნებოდა საკმარისი ხალხი რომ მტრულად ყოფილიყო განწყობილი მის მიმართ. დაე ამ ჩემ თვალსაზრის სნურავინ დაუპირისპირდება გაცვეთილი ანდაზით. ხალხის იმედით ჩემი მტერი დადგაო, ვინაიდან ეს მართებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ხალხზე კერძო მოქალაქე ამყარებს იმედს, რომელსაც გულუბრყვილოდ ჰგონია, რომ განსაცდელის ჟამს ხალხი დაიცავს მტრებისა თუ ხელისუფალთა ძალმომრეობისაგან. მას ისეთივე იმედგაცრუება ელის, როგორც გრაგხებს რომში და მესერ ჯორჯო სკალის ფლორენციაში. მაგრამ თუ ხალხზე იმედს ამყარებს მთავარი, ნამდვილი mbრძანებელი და მტკიცენების ყოფისკაცი, წარბს შეუხრელად რომ ეგებება განსაცდელს, დროულად ახორციელებს საჭირო ღონისძიებებს და თავისი ქედუხრელობითა და განკარგულებებით სიმხნევეს უნერგავს ყველას, იმედგაცრუებული არ დარჩება და თვალნათლივ დარწმუნდება, რაოდენ მტკიცე ყოფილა მის მიერ ჩაყრილი საფუძველი. ამნაირი მთავრის ძალაუფლებას მხოლოდ მაშინ ემუქრება საფრთხე, როცა სამოქალაქო მმართველობიდან ერთ პიროვნულზე გადასვლას დააპირებენ. საქმე ისაა, რომ ისინი ან პირადად, ან კიდევ მოხელეთა მეშვეობით მართავენ სახელმწიფოს. უკანასკნელ შემთხვევაში მათი ძალაუფლება უფრო სუსტია და უმტკიცო, ვინაიდან ისინი მთლიანად იმ მოქალაქეთა ნებასურველზე არიან დამოკიდებულნი, რომელთაც უმაღლესი თანამდებობები უჭირავთ და ამიტომ ადვილად შეუძლიათ განსაკუთრებით მთავრისათვის არახელსაყრელ ვითარებაში წინ აღუდგნენ ან აღარ დაემორჩილონ და ამგვარად ძალაუფლება წაართვან მას. მთავარი კი განსაცდელის ჟამს ვერ შეძლებს ერთპიროვნული მმართველი გახდეს, ვინაიდან მაღალი თანამდებობის მოხელეთა მიმართ მორჩილებას ნაჩვევი მოქალაქენი და ქვეშევრდომნი ამ არეულდარეულობაში აღარ დაემორჩილებიან მის ბრძანებას, ასე რომ გასაჭირში ჩავარდნილს არასოდეს არ ეყოლება საკმაო ხალხი, რომელზეც დაყრდნობას შეძლებს, ვინაიდან ამნაირ მთავარს არ შეუძლია გულდამშვიდებით დაენდოს იმას, რასაც უშიშროების ჟამს ხედავს. ყველა შესწიცინებს, ყველა ერთგულებას აღუთქვამს, ყველა მზადაა თავი დასდოს მისი გულისათვის. რა ენახულებათ სიკვდილი ხომ 9-მთას იქეთაა, მაგრამ როცა დრო უარესდება და სახელმწიფოს ერთგული მოქალაქენი სჭირდება, ძალზე ცოტანი ღარჩებიან ადგილზე. ამნაირიც და მით უფრო სახიფათოა, რომ შეიძლება მხოლოდ ერთხელ ჩატარდეს. ამიტომაც ბრძენ მთავარს დიახაც მართებს იმაზე ფიქრი, თუ როგორ უნდა მოიქცეს, რათა მისი ძალაუფლება ყოველთვის და ყოველგვარ ვითარებაში აუცილებელი იყოს მოქალაქეებისათვის და მაშინ ისინი ყოველთვის უერთგულებენ მას. მაკიაველი, მთავარი, თავი მეათე. რანაირად უნდა ვზომავდეთ ყოველი სამთავროს ძლიერებას. ამ სამთავროთა თავისებურებების განხილვისას ერთი ასეთი საკითხის გათვალისწინებაც გვმართებს. აქვს თუ არა მთავარს იმნაირი სახელმწიფო, რომ საჭიროების შემთხვევაში შეუძლია თვითონვე მართავდეს თავის თავს, თუ ყოველთვის სხვების მხრივ მფარველობას მოითხოვს. ამ საკითხის უკეთ გასარკვევად, მე ვამბობ, რომ ჩემის აზრით თავიანთი თავის მართვას უწინარეს ყოვლისა შეძლებენ ისინი, რომელთა ხალხმრავლობისა თუ დიდძალი სიმდიდრის წყალობით შეუძლიათ გამოიყვანონ საკმაოდ მრავალრიცხოვანი ლაშქარი და ამრიგად საკადრისი პასუხი გასცენ ყველა მომხდურს. ზუსტად ასევე მე ვამბობ, რომ სხვების მხრივ შემწეობას საჭიროებენ ისინი, რომელთაც არ ძალუძს ბრძოლის ველზე გაუმკლავდნენ მტერს, არამედ იძულებულნი არიან თავის შეაფარონ გალავანს და მხოლოდ მუქარის მოგერიებას ცდილობენ. პირველი შემთხვევის გამო უკვე მოგახსენეთ და შემდგომშიაც კვლავ მიუბრუნდებით ამ საკითხს. მეორე შემთხვევაში მხოლოდ ის შეგვიძლია ვურჩიოთ ამნაირ მთავრებს, რომ ყველანაირად უნდა ამაგრებდნენ და ამტკიცებდნენ თავიანთ ადგილსამყოფელს და ყურადღებას არ აქცევდნენ ქვეყნის დანარჩენ ნაწილს. ვინც სათანადოდ გაამაგრებს საკუთარ ადგილსამყოფელს, მთელს დანარჩენ სამფლობელოში კი ისე მოექცევა თავის ქვეშევრდომთ, როგორც ზემოთ ვთქვით და ქვემოთაც მოგახსენებთ, ძნელად თუ ვინმე გაბედავს მასზე თავდასხმას. რადგანაც კაცნი ყოველთვის ცდილობენ თავი აარიდონ იმნაირ საქმეს, რომლის წარმატებაშიაც წინასწარვე ეჭვიეპარებათ, ხოლო თავდასხმა მთავარზე, რომელიც საიმედოდ დაცულ ციხესიმაგრეში ზის და რომელიც არ ასწულს ხალხს, შეუძლებელია იოლ საქმედ იქნეს მიჩნეული. გერმანიის ქალაქები თავისუფალნი არიან, პატარა ადგილი უჭირავთ, როცა სურთ იმპერატორს ემორჩილებიან, მაგრამ არ ეშინიათ არც მისი და არც თავიანთი ძლევამოსილი მეზობლებისა, ვინაიდან ისეთნაირად არიან გამაგრებულნი, რომ ყველას აშკარად ეცემათ ვალში, რაოდენ ძნელი და ქანწგამწყვეტი საქმე იქნება მათი აღება. ყველას ღრმად ხრილები და განიერი გალავნები არტყია გარს, მძლავრი ზარბაზნებით არიან აღჭურვილნი და საწყობებით სასმელ საჭმლისა და საწვავის მთელი წლის სამყოფი მარაგით აქვთ გამოტენილი.
გარდა ამისა, იმ მიზნით, რომ დაბიორებმა ქალაქისათვის დიდი ზარალის მიუყენებლად თავის გატანა შეძლონ, ყოველთვის იმარაგებენ მთელი წლის სამყოფ მასალას, რათა სამუშაო არ მოაკლონ უბრალო ხალხს და შეუფერხებლად ამუშაონ ის საწარმოები, რომელთა ნაწარმიც ჰაერივით სჭირდება ქალაქს. ეგეც არ იყოს, ყველგან დიდ პატივშია სამხედრო საქმე, რომლის სრულყოფასაც ყველანაირად უწყობენ ხელს. ამრიგად კარგად გამაგრებული ქალაქის მთავარს, რომელიც არ ასწულს ხალხს, იშვიათად თუ ემუქრება თავდასხმის საფრთხე, მაგრამ კიდევაც რომ დაესხან თავს, მომხდური თავლაბდასხმული გაბრუნდება უკან. გარემოებანი ხომ იმნაირად ცვალებადნი არიან, რომ თითქმის შეუძლებელია თავდამსხმელმა თავისი ლაშქრით ურთ მთელი წელიწადი უქმედ შესწიროს ქალაქის ალყას. შეიძლება შემესიტყვონ, თუ კი მოქალაქეების სამფლობელოები ქალაქგარეთაა და ისინი ცეცხლის ალში გახვეულს იხილავენ თავიანთ საბადებელს, მათი მოთმინების ფიალა აივსება, თანაც ხანგრძლივი ალყა და სიცოცხლის სიყვარული თავარსაც დაავიწყებინებთ. პასუხად ვიტყვი, რომ ძლიერი და ქედუხრელი მთავარი ყოველგვარ სიძნელეს დასძლევს, ხან იმით, რომ ან უგეშებს თავის ქვეშ ევდომთ, ან ამ უბედურებასაც მალე ბოლო მოეღებაო, ხანაც იმით, რომ მტრის სისასტიკის შიშ ჩაუნერგავს მათ. ხან კიდევ იმის წყალობით, რომ მარჯვედ მოიცილებს თავიდან იმ ხალხს, რომლებიც ყველაზე ურჩნი და გულფიცხნი ჩანან. ეგეც არ იყოს მტერი, ჩვეულებრივ, ქვეყანაში შეჭრისთანავე ცეცხლითა და מחვილით მუსრავს და აოხრებს მას. ესე იგი მაშინ, როცა ხალხისთვის ჯერ კიდევ არ უღალატნია სიმხნევეს და მზად არის თავდასაცავად. მით უფრო ნაკლებ უნდა შიშობდეს მთავარი, ვინაიდან რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ხალხი სულით დაეცემა, უბედურება უკვე დატრიალდება და მოსახდენი მოხდება, საშველი აღარსაც ჩანს. სწორედ მაშინ ხალხი უფრო მჭიდროდ და ერთსულოვნად ირაზმება თავისი მთავრის გარშემო, რომელსაც უკვე თავის მოვალედ ცახავენ, რაკიღა სწორედ მის დასაცავად გასწირეს ცეცხლში დასანთქმელად და ასაოხრებლად თავიანთი სახლებიცა და ავლად იდებაც. ხალხის ბუნება კი ასეთია, რომ სხვებისათვის გაწეული სამსახური მოვალეობის ისეთსავე გრძნობას აღუძრავს, როგორც სამსახური, რომელსაც სხვები უწევენ მას. და თუ ყველაფერს კარგად დავწონით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გონიერი მთავარი დასაწყისშიც და შემდეგშიაც ადვილად შესძლებს იმას, რომ ალყა შემორტყმული მოქალაქენი არ დაეცნენ სულით და არ დაეცემიან, თუ კი საჭმელ სასმელი ან საომარი მასალა არ შემოაკლ. მაკიაველი, თავარი. თავი მე-11. საეკლესიო სამთავროთათვის. ახლა კი იზღა დაგვრჩენია საეკლესიო სამთავროებზე გადავიდეთ. მთელი სიძნელე მათ ხელში ჩაგდებამდე იჩენს თავს, ვინაიდან ამ სამთავროებს სიქველისა თუ სვებედნიერების წყალობით ეუფლებიან, შენარჩუნებით კი როგორც ერთის, ისე მეორის გარეშე ინარჩუნებენ. მათი საყრდენია ძველისძველი რელიგიური წესრიგი, ისე ძლევამოსილი და ღრმად ფესვებ გადგმული, რომ ამნაირი მთავრები ადვილად ახერხებენ თავიანთი მდგომარეობის შენარჩუნებას. მიუხედავად იმისა, თუ როგორ იქცევიან ან რანაირი ცხოვრობით ცხოვრობენ, მხოლოდ მათ ეკუთვნით ძალაუფლება, მაგრამ არც მის შენარჩუნებას ცდილობენ და არც თავის ქვეშევრდომებს მართავენ, ვინაიდან არავინ ემუქრება მათ მმართველობას, ხოლო ქვეშევრდომები უდრტვინოლად ურიგდებიან თავიანთ მდგომარეობას და ამიტომ არ აპირებენ მათგან განდგომას. თუმცა კაცმა რომ თქვას, არც შეუძლიათ ეს. მაშას ადამე მხოლოდ ამნაირი მთავრები არიან უზრუნველნი და ბედნიერნი, მაგრამ რა კი აქ თავს იჩენს უზენაეს მიზეზთა ზემოქმედება, რომელთა არსში წვდომაც ადამიანის ბუნების შესაძლებლობებს აღემატება, ამიტომ სიტყვას აღარ გავაგრძელებ მათზე. მხოლოდ თავხედი და თავდაჯერებული კაცი თუ გაბედავს იმაზე მსჯელობას, რაც უფლის მიერაა დაცული და განდიდებული, თუმცა შეიძლება მკითხონ, როგორ მიაღწია ეკლესიამ ამნაირ ძლიერებას, რომ მას თვით საფრანგეთის მეფეც კი უფრთხის, რომ მას შეძლო იტალიიდან განედევნა იგი და გაენადგურებინა ვენეციელები, მაშინ როდესაც ალექსანდრემდე ეკლესიის საერო ძალაუფლებას არავითარ ანგარიშს არ უწევდნენ თვით უბადრუკი ბარონები და სინიორები, იტალიის დიდ სახელმწიფოებზე რომ აღარაფერი ვთქვათო. პასუხად ვიტყვი, რომ თუმცა ყოველივე ეს კარგადაა ცნობილი, მაგრამ ზედმეტად მაინც არ მიმაჩნია ამის გახსენება. ვიდრე საფრანგეთის მეფე შარლი შემოიჭრებოდა იტალიაში, ეს ქვეყანა მთლიანად პაპის, ვენეციელების, ნეაპოლის მეფის, მილანის დუკისა და ფლორენციელების ძალაუფლებას ექვემდებარებოდა. ყველა ამ სახელმწიფოს უწინარესყოვლისა ორი საზრუნავი ჰქონდა. ჯერ ერთი ის, რომ იტალიაში არ შემოჭრილიყო ძლევამოსილი უცხოელი და მეორეც ის, რომ არც ერთ მათგანს ახალი სამფლობელოები არ ჩაეგდო ხელში. ყველაზე მეტად ისინი უფრთხოდნენ პაპს და ვენეციელებს. ამ უკანასკნელი სასალაგმავად საჭირო იყო ყველა დანარჩენების მჭიდრო კავშირი, როგორც მაგალითად ფერარას დაცვისას. პაპის დასაუკებლად კი რომაელ ბარონებს იშველიებდნენ, რომლებიც ორ ბანაკად იყვნენ გაყოფილნი, ორსინებისა და კოლონების მომხრეებად და გამუდმებით ეკიშპებოდნენ ერთმანეთს. თხემით ტერფამდე აღჭურვილი ეს ახლო მეზობლები ავიწროვებდნენ და გასაქანს არ აძლევდნენ პაპის ძალაუფლებას.
და თუმცა დროდადრო ტახტზე ადიოდა უდრეკი პაპი, როგორიც იყო მაგალითად სიქსტე, მაგრამ ვერც სვებედნიერებისა და ვერც კეთილგონიერების წყალობით ვერაფერს აწყობდა აბეზარ მეზობლებთან. ამის მიზეზი პაპების უდღემოკლეობა გახლდათ. იმათი წლის მანძილზე, რამდენსაც საშუალოდ ცოცხლობდა ყოველი პაპი, ის დიდის გაჭირვებით ახერხებდა ერთ-ერთი ბანაკის დასუსტებას და თუ ერთი მაგალითად მუსრს ავლებდა კოლონების მომხრეებს, მის ადგილს იკავებდა მეორე პაპი, რომელიც თავის მხრივ მტრობდა ორსინებს და მფარველობდა კოლონებს, მაგრამ ვერ კი ასწრებდა ორსინების განადგურებას. აი რატომაა, რომ პაპის საერო ძალაუფლებას ესოდენ ნაკლებ ანგარიშს უწევდნენ იტალიაში. და ბოლოს პაპის ტახტზე ავიდა ალექსანდრე მე-6, რომელმაც ყველა თავის წინამორბედისაგან განსხვავებით გვიჩვენა, რას შეუძლია მიაღწიოს პაპმა ფულისა და სამხედრო ძალის მეშვეობით. იარაღად რომ გამოიყენა დუკა ვალენტინო და მოხერხებულად ისარგებლა ფრანგების შემოსევით, მან აღასრულა ყოველივე ის, რაც ზემოთ დუკას მოქმედებების განხილვისას მოიხსენიე. და თუმცა მისი უშუალო მიზანი დუკას აღზევება გახლდათ და არა ეკლესიისა, მაგრამ ასე თუ ისე თავისი მოქმედებით მან ხელი შეუწყო ეკლესიის განვითარებას, რომელმაც პაპის სიკვდილისა და დუკას დაღუპვის შემდეგ უხვად მოითვალა მისი 8 წლის ნაყოფი. შემდეგ ტახტზე ავიდა პაპი იულიუს მეორე, რომელსაც ეკლესია უკვე აღზევებული დახვდა. მის ხელში იყო მთელი რომანია, აღარ ეშინოდა რომაელი ბარონების, რომელთა ორივე ბანაკი ალექსანდრეს მტკიცე ხელით თითქმის მიწასთან იქნა გასწორებული. ეგეც არ იყოს გაიხსნა გზა სიმდიდრის დაგროვებისა, რასაც არავინ დასდგომია ალექსანდრემდე. იულიუსი არა მარტო კვალდაკვალ მიჰყვა თავის წინამორბედს, არამედ კიდევაც გადაამეტა მას. მიზნად დაისახა ხელში ჩაეგდო ბოლონია, გაენადგურებინა ვენეციელები და იტალიიდან განედევნა ფრანგები. ყოველივე ამას წარმატებით გაართვა თავი, რაც მით უფრო სასახელოა მისთვის, რომ მხოლოდ ეკლესიის განდიდებას მიილტყოდა და არა რომელიმე კერძო პირისას. ორსინებისა და კოლონებისათვის თავის წინამორბედზე უფრო მეტი გასაქანი არ მიუცია და თუმცა მათ შორის დიახაც იყვნენ შფოთისთავნი, მაგრამ ორი რამ აუკებდა მათ. ჯერ ერთი ეკლესიის სიდიადე, რომელსაც ასე ძლიერ უფრთხოდნენ და მეორეც ის, რომ არ ჰყავდათ არც ერთი კარდინალი, მათი მღელვარების მუდმივი მიზეზი. და თუ ორსავე ამ ბანაკს ეყოლება კარდინალები, ისინი არასოდეს არ დაცხრებიან, ვინაიდან კარდინალები რომშიაც და სხვაგანაც თავგამოდებით იცავენ ბარონებს, ხოლო ბარონები იძულებულნი არიან მხარში ედგნენ კარდინალებს. ასე რომ პრელატთა პატივმოყვარეობა დასაბამს აძლევს მღელვარებასა და უთანხმოებას ბარონებს შორის. ამრიგად მისი ყოვლად უწმინდესობა პაპი ლეონი მეათე პაპობის სრული ზეობისას ავიდა ტახტზე და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ თუ მისი წინამორბედნი იარაღით განამტკიცებდნენ თავიანთ ძალაუფლებას, ეს უკანასკნელი თავისი სიკეთისა და ურიცხვი სხვა სიქველის წყალობით განავრცობს და განადიდებს